მოგესალმებით, ვანახლებთ მუშაობას ამ ფორმატში, რომელსაც საჯარო სხდომის ფორმატი ჰქვია. და დღეს ვინაიდან პლენარული სხდომის დღეა პარლამენტში და ასევე მნიშვნელოვანი დღეა მით უფრო რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში უნდა მოვისმინოთ. ჩვენი თხოვნაა რომ 12-ს რომ დააკლდება 10 წუთი დავხუროთ სხდომა და განავიჯანსხოთ პლენარული სხდომის დარბაზში. შესაბამისად გვყავს მხოლოდ ერთი პირი დღეს მოწვეული, ამის გამო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ეს გახლავთ ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, რომელიც უკვე მობრძანდა და სამდივნოს ვთხოვ რომ დაგვეხმაროს და შემოაცილოს ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი დარბაზში. ქალბატონი ნანა ქადაგიშვილი, მოგესალმებით. გთხოვთ ქალბატონო ნანა დაიკავოთ თქვენ თავში, მაგიდის თავში თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. მოგესალმებით. დაბრძანდით თუ შეიძლება. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის პირველ რიგში. ეს საქმე ბევრი ჩვენგანისთვის და საზოგადოებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის იმავბედით დროს, რომელსაც ჩვენი კომისია იკვლევს პარლამენტის დავალების შესაბამისად, იყო ცნობილი. ჩვენი კომისიის მუშაობის კვალდაკვალ ირკვევა, რომ თურმე რაღაცეები იმ საზოგადოებას, ვინც ვიცოდით, შეიძლება აღარ ახსოვდეს ფაქტები და შეხსენება ყოველთვის მნიშვნელოვანია უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ფაქტია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც იმ დროს, როცა თქვენს ოჯახს დიდი უბედურება დაგატეხათ თავს მაშინდელმა რეჟიმმა, საერთოდაც პირველად მოისმენენ დღეს იმას, რაც თქვენ გაქვთ სათქმელი. თქვენი საქმე ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იყო. მე პირადად მახსოვს მრავალი ტომი საქმისა. შესაბამისად ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს არის ერთის მხრივ ცნობილი, მაშინ ცნობილი უხეში დარღვევების შესახებ საქმე, მაგრამ ასევე მოცულობითი. ვინაიდან ჩვენ პლენარული სხდომის დარბაზში უნდა გადავინაცვლოთ 11 საათსა და 50 წუთზე, ჩვენ მხოლოდ ეს დრო გვაქვს ამ მოცულობითი საქმის მოსასმენად და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დრო ისე გამოვიყენოთ, რომ ჩავეტიოთ. ანუ ჩვენ ვეყოთ დროს, რომ იტყვიან სალაპარაკო ენაზე. სანამ თქვენ საუბარს შეუდგებით, მე გაგაფრთხილებთ, ასეთია პროცედურა, თქვენ წინ გიდევთ დოკუმენტი, რომელსაც გაეცანით სამდივნოსთან ერთად. ეს არის გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვებზე უარი ან კიდევ პასუხისთვის თავის არიდება, ან განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა ისჯება სისხლის სამართლის წესით და ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი დოკუმენტს და შეუდგეთ მუშაობას. მადლობა. ქალბატონო ნანა, თქვენ გამოიყენეთ 20-25 წუთი და ქრონოლოგიურად მე ვიცი პირადად დღეს ჩვენ ასე პირველად საუბრობთ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოდან ცნობილია ჩემთვის ამ საქმის შესახებ და ვიცი, რომ ძალიან ბევრი რამ გაქვთ მოსაყოლი. იმიტომ რომ დღეერთი იყო და კასკადი ხდებოდა თქვენ საქმეში უბედურებების. ამიტომ ქრონოლოგიურად და მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტები შესახებ გვიამბეთ და შემდეგ დავსვავთ შეკითხვებს. გთხოვთ. ესე იგი, მე მაშინ ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ იმ დარღვევებს, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლება ჩადიოდა. 2000 წელს ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თვითონაც იქ მათი წარმომადგენლად იყო.
სანამ ესე იგი ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, მანამდე ჩემ მეუღლეს დაუკავშირდა ნაციონალური მოძრაობიდან მათი წარმომადგენელი და ითხოვეს შეხვედრა ჩემ მეუღლესთან ბანკში. როცა მოვიდნენ ისინი, ჩემ მეუღლეს მოსთხოვეს, რომ აი ვარდების რევოლუციას ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლად ვარდების რევოლუცია. ჩემმა მეუღლემ უარი უთხრა მაშინვე, რომ მე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე პოლიტიკურ საქმეებში ვერ ჩავერევის, სახელმწიფო საქმეებში ესო ჩემიო არც კანონით მაქვს ამის უფლება და არც მორალურად ვერ ვიზამ ამასო. ეს თარგამაძე იყო, მაშინ გივი თარგამაძე მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს ის დღე იყო, როცა მათ ჩვენ შავსიაში შეგვიყვანეს. ქალბატონო ნანა, კიდევ კარგი პირობა არ დამიდია, არ ჩაგერევით, თქვა, ამიტომ ჩაგერევით. კარგია რომ გვარი ახსენეთ, როდის იყო ეს და საჩი? აი რევოლუციამდე დაახლოებით 2-3 თვის წინ. სექტემბერი პირობით 2003 წლის ადრე შემოდგომაზე. უკვე ვაპირებთო რევოლუციას. ხო, უკვე მალე მოხდა რევოლუცია ძალიან. მაგრამ მან იცოდა წინასწარ რომ რევოლუცია, სიტყვა რევოლუცია დაუმალია მას ჩემ მეუღლესთან, იმიტომ რომ სანამ შემოვიდა მანამდე რაღაცა ლაპარაკიც ჰქონდა საუბარი. სად შედგა ეს შეხვედრა? გამაბანკის შენობაში შედგა. ჩვენთან სიტყვა რევოლუცია იყო გამოყენებული ბატონი გივი თარგამაძის მიერ, რომ ამას ვაპირებთ. დიახ, ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ. მადლობა. შემდეგ ხდება რომ სანამ ესე იგი ეს უკვე რევოლუციის შემდეგ, მაგრამ უკვე ახალი მოსული არიან ხელისუფლებაში, გვიკავშირდება დათო სააკაშვილის წარმომადგენელი და გვეუბნება რომ თქვენ უნდა დაითხოვოთ თქვენი იურისტები და ჩემი იურისტებით უნდა შემოვიდეთ. დათო სააკაშვილის ძმა. მიხეილ სააკაშვილის ძმა, რომელიც იურისტია და ფირმა ჰქონდა, ესეთი იურიდიული ფირმა ჰქონდა პარტნიორი. გივი თარგამაძეს იცნობდა თქვენი მეუღლე? არა, არ იცნობდა, იმ დღეს ნახა პირველად. გამარჯობა, როგორ ბრძანდები? მე ვარ ნაციონალური მოძრაობიდან. ისე იცოდა ვინც იყო, მაგრამ ესე პიროვნულად არ იცნობდა. გასაგები. შემდეგ ესე იგი დათო სააკაშვილსაც უარი უთხრა ჩემმა მეუღლემ, მე როგორ უნდა დავითხოვო ჩემიო 4 იურისტი მყავსო და ესეც ხა ესეთი დიდი ბანკი არ იყო, რომ ეს 4 იურისტი ვერ გაწვდომოდა საქმეს და უარი უთხრა, მაგრამ მე მიხვდა ჩემი მეუღლე, რომ ძალიან შემოტევითი, ესე იგი იძულებითი ქმედებები იყო, ასე ვთქვათ, რომ არ არეშვებოდნენ და ბოლო შემოვიდნენ მაინც. ქალბატონო ნანა, თქვენი მეუღლის გვარი და სახელი და თანამდებობა. ქადაგიშვილი, რომელიც უცხოელი ინვესტორების წარმომადგენელი. ბანკში მისი თანამდებობა რა იყო? თანამდებობა არ ქონდა მას, მან პარალელურად მე აქციებით შეიძინა ჩემმა მეუღლემ და ბოლოს როცა პროკურატურა შემოვიდა იმ დროს პროკურატურამდე არა, გივი თარგამაძე როცა მივიდა. დიახ, მაშინ არა, მაშინ წილი არც ქონდა ბანკში. ახალი შემოსულები იყვნენ. ხო. და აბა რომელი ბიზნესის ხარჯზე დაგვაფინანსეო რევოლუცია? უცხოელების ხარჯზე იწევს. უცხოელების ხარჯზე დაგვაფინანსეო. უცხოელების ხარჯზე. რომელიც შემოყავს შენ ინვესტორებიო, მათი ფული ჩვენს რევოლუციას მოახმარეო? დიახ. და გამაბანკში წილები როდის შეიძინა თქვენმა? ისი რა, თანდათან ერთიანად ასე არ შეუძენია, თანდათან 2003-2004 წლებში? დაახლოებით, ხო. და გამაბანკში შემოვიდა დავით სააკაშვილი და ყველა იურიდიული სამსახურის საქმეები მან აიღო ხელში. რისი საქმეები ბოდიში? აი, სასამართლო საქმეები, სასამართლო საქმე და ანუ ეს არ არის გაუწევი. რაოდენობის წილი ქონდა თქვენ ოჯახს ამ ბანკში? ბოლოს ქონდა 33, ბოლოს, მაგრამ თავიდან ესე ნელა შემოქონდა თანხა. მაქსიმუმი იყო 33. ბოლოს რო აი პროკურატურა შეგაწყვეტინა. შემდეგ ეს რა ქვია, ესე იგი პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც მათ აიღეს და სასამართლოში წაიღეს, წააგეს. მაგრამ ისეთი საქმე წააგეს, რომ ეხლა მე ამას აღარ გავაბრძო, რომ ჩემი მეუღლე ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ მითხრა, რომ ესენი კაი საქმისთვის არ არიან შემოსულებიო. როგორ შეიძლება ეხლა ამ საქმის წაღება თუ მათ სპეციალურად არ გააკეთესო ესო. ისედაც გრძნობ, რომ ეგენი კაი საქმისთვის არ არიან შემოსულებიო და მართლაც პროკურატურა მერე შემოვიდა, ესე იგი 2000
4 წლის 20 ივლისს ამ დროს უკვე ესენი ჩვენ ბანკში არიან იურიდიულ სამსახურს ეგენია წარმოებენ, მაგრამ ჩვენს არც დაცვა, არც შემდეგი სასამართლო პროცესები თუ იყო ჩვენი პატიმრობის პერიოდში, მათ არაფერი მე არ გაუკეთებია. ვინ იყვნენ იურისტები? თვითონ დავით სააკაშვილი? ლევან პატეიშვილი იყო და მისი ესე იგი უახლოესი მეგობარი იყო და სააკაშვილის და მეორე იყო გიორგი სალუკოვაძე, მე მგონი თუ გვარი სწორად მახსოვს, მე მოსამართლედ დანიშნეს ეგედა ლევან პატეიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო მე. სააკაშვილის დროს? სააკაშვილის დროს მე დამსახურებულად დააწინაურეს ეგენი ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. ესე იგი, როცა დაგვიჭირეს და შემოვარდნენ სპეცრაზმით 6 თანამშრომელი ბინებშიდაც და თანამშრომლების ბინაში, იმიტომ რომ დილას ადრე შემოვარდა სპეცნაზი. როდის მოხდა ეს? ეს მოხდა 2004 წლის 20 ივლისს და ჩემ ბინაშიდაც, რა თქმა უნდა, სპეცნაზით შემოვიდნენ. მთელი корпуსი შემორტყმული იყო, გეგონება ჯარი იდგა, გეგონება მართლა ტერორისტები ვიყავით და რაღაცა ისეთი, საოცარი ამბავი ხდებოდა. თქვენ იმ დროს რამდენი წლის ბრძანდებოდით ქალბატონო? მე ვიყავი ალბათ 52 წლის ალბათ დაახლოებით. ყავდათ შვილებიც სახლში, როცა ეს მოხდა? სრულყოფილოვანი შვილები. აი ეს დაპატიმრების მომენტი რო აღვიწეროთ. ესე იგი რომ შემოვიდნენ, დაგხვეს ესე იგი ჩვენს მის ოთახში და მაგიდისგან ადგომის უფლება ჩვენ არ გქონდა. მაგრამ მოხდა ისე მერე რომ ესე იგი ტელეფონები ჩამოგვართვეს და ქალაქის ტელეფონმა დარეკა და ძალიან ჩემთან ახლოს იყო ეს ტელეფონი და უცებ დაცე ხელი და ავიღე ხვდებოდი რომ გიორგი რეკავდა ჩემი უმცროსი ვაჟი რომელიც თბილისში არ იყო ეთყვება ნუ პრესით ტელევიზიით გაიგო რომ ესეთი ამბავია ბანკში შემოვარდნენ და მირეკავს რომ დედაო ეხლა მე მოვდივარო და არ გაბედო მეთქი მე ვთხარი არ ჩამოხვიდე თბილისში არ ჩამოხვიდე მეთქი მე თვითონ შეგატყობი თუ მექნება საშუალება ყველაფერს მეთქი და გიორგი ესე გადაურჩა და ესე გახდა ძებნილი 8 წელი და 6 თვე იყო ძებნილი მერე პარლამენტმა ქართული ოცნების დროს პოლიტდევნიული სტატუსი მიანიჭა მას ესე იგი იმ დღეს ესე იგი ყველაფერი რაც სახში იყო დოკუმენტები ყველაფერი ამოიღეს და განძრების საშუალება და ეს უფლება ნამდვილად არ აქვს. იქ იყო კიდე ბევრი საკითხები, ახლა ეს საკითხები ისეთია, რომ თავარ საქმეზე არ გადავიდე ის ჯობია. ესე იგი, იმავე დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ თქვენ წაგვიყენეს ბრალი 174 მუხლით ფულის გათეთრებით, რაც გაოცებული ვიყავით, რომ რა ფულის გათეთრებაზე იყო საუბარი, ნამდვილად არ ვიცოდით. ხო და მე გაახსენდა ჩემ მეუღლეს შემდეგ მოგვიანებით მითხრა, რომ სანამ ესენი სპეცრაზმით შემოვარდნენ, მანამდე ერთი თვით ადრე ეროვნული ბანკის კომპლექსური რევიზია ჩატარდა და როცა რევიზიის აქტი იწერება, ყოველთვის დირექტორი იხილავს მერი ამას და დირექტორთან შეიტანეს. ქალბატონი იყო დირექტორი და ცოტა ხნის შემდეგ ეს ქალბატონი შემოდის ჩემ მეუღლეს ეუბნება, რომ მე არ მომწონსო ამათმა ისეთი რამე დაწერესო და რა დაწერესო და აი დაწერესო, რომ საწესდებო კაპიტალში შემოსული უცხოელების თანხა $1,200,000 მერე რო კრედიტებში გაიცავ ესო ფულის გათეთრების ის ჩანსო რა ამაშიო. ხო და დაიბარა ეს რევიზორი ამირანმა და ეკითხება რომ რატო დაწერეო ესეთი რამეო და დიდხანს იყო კამათი ეს უნდა ამოიღო ჩემი მეუღლე ეს არასწორია მოდი გავიაროთ კიდე სათხედავთ აქ დანაშაულს რაღაცას და ჩემი მეუღლე ცოტა ემოციური კაციც იყო და გიждდებოდა რაც დაინახა რაღაც სისულელე ეწერა იქა და ამ ბიჭმა ვეღარ გაუძლო ეთყობა ამ ემოციებს ჩემი მეუღლის და იმას და რა ვქნაო ბატონო ამირანო დავალებული მაქვს რომ აღმოვაჩინო რაღაც ისეთი რაც მონიტორინგის სამსახურს უნდა გადავწევ და მე ამასო ვაკეთებო რა გავაკეთო მეტიო და გახსოვთ რევიზორის გვარი და სახელი კი მახსოვს სახელი არ მახსოვს მაგრამ სვანიძე იყო ეროვნული ბანკის რევიზორი იყო კი ბატონო სვანიძე და ის სახელს ვეღარ ვიხსენებ სრულყოფილად. ხო და ჩემი მეუღლე მიმწუჩი აკრიფა ტელეფონი და ვიცე-პრეზიდენტს დაურეკა ეროვნული ბანკის და უთხრა ვახტანგიშვილი იყო ესეთი რომ რეებს აკეთებდო თქვენო
რა ფულის გათეთრებაო, რა ისაო, რატო აძლევთო ესეთ დავალებასო და იქაც უსიამოვნო ლაპარაკი წავიდა და დაუკიდა ჩემმა მეუღლემ თურმე. და ესე იგი, ამის შემდეგ ხდება რა? ეს ეროვნული ბანკის რევიზორებმა რაც დასკვნა დაწერეს, ის გადაუგზავნეს მონიტორინგის სამსახურს, რომელიც ახალი შექმნილი იყო ეროვნულ ბანკში და მონიტორინგის სამსახურს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძველზე იქნებოდა ეს განყოფილება და მას არ ქონდა უფლება რომ პროკურატურისთვის გადაეცა ეს მასალები, იმიტომ რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კანონი ითვალისწინებს, რომ ჯერ უნდა მან დაადგინოს ნამდვილად თუ არა ეს ფული, ასე ვთქვათ, გათეთრების ნიშნით. თუნდაც ვარაუდი რო იყოს, ეს მაინც უნდა შეესწავლა და თავარი ის იყო, რომ წერილები, რომელიც მან დაწერა საზღვარგარეთის ყველა ქვეყანაში, სადაც კორშოტები ქონდა გამა ბანკს, ამ წერილების პასუხს უნდა დალოდებოდა, მაგრამ მოხდა მერე შევიტყვეთ ჩვენ, რომ ეს პასუხები ზოგი მოსული იყო და ამ წერილებში არსად არ იყო აღნიშნული, რომ არც გამა ბანკი და არც ქადაგიშვილების გვარი 4-ვე ჩვენი ოჯახის წევრი, არსად არ ფიგურებდით უფრო მეტი ერთ-ერთი იმიდან, ეხლა მე ვერ ვიხსენებ, ერთ-ერთი სახელმწიფოდან მოვიდა, რომ ესენიო პრედიკატულ დანაშაულში შემჩნეული არ არისო. ასეთივე პასუხი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტიდან, პრაქტიკულად ფულის აწესებო ამერიკიდან იყო შემოსული. და ხედავდნენ, რომ იქ არაფერი არ ეწერა მტკიცებულებად, რომელიც გამოადგებოდა თან და საერთოდ რამე ჩვენს მიმართ არაფერი არ ეწერა და ამიტომ ეს დოკუმენტები გადამალეს მათ და საქმიდან ამოიღეს. ამის გარდა ამოიღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისა რა ქვია სადამფუძნებლო საბუთები უცხოელების, რომელსაც ეხლა თქვენ იცით ყველამ კარგად, რომ ფული რო შემოდის ეროვნულ ბანკში, ის ჩერდება მანამდე და ისედაც ერთი თვე გაუნձრებლად დევს ის ანგარიშზე გამა ბანკის, სანამ არ ჩამოვა ლეგალიზებული საბუთები იმ ქვეყნიდან, საიდანაც ეს თანხაა შემოსული. ესე იგი, ამ საბუთებს გავლილი ჰქონდა საელჩო საქართველოს საკონსულოსი და შემდეგ ამ საბუთებს ხელს აწერდა, ანუ ამათი დამფუძნებელი ფირმების საბუთებს ხელს აწერდა კოლინ პაუერის სახელმწიფო მდივანი ამერიკის შეერთებული შტატების. ანუ აქ ცალსახად გათეთრების ის იყო აბსურდი სრულიად, ამიტომ ეს საქმე ეს ყველა მტკიცებულებები მათ ვერ მოახერხეს, იყო საბუთები, რომელსაც ანადგურებდნენ, მაგრამ ამ საბუთების განადგურება ვერ შეძლეს, მაინც შეეშინდათ და გადამალეს ესა. და როცა განაჩენი გამოვიდა და მოსამართლე წერდა, რომ მე დავეყრდენი მტკიცებულებას ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტიდან, ჩემი მეუღლემ რო წაიკითხა და მე კი წავიკითხე, მაგრამ ვერ მიხვდით, მაშინ არ მესმოდა ამ საქმის არაფერი და ადვოკატმა და ჩემმა მეუღლემ სააპელაციაში უკვე დააყენეს შუამდგომლობა, რომ აქო წერიაო განაჩენში, რომ დაეყრდნენ ამერიკის შეერთებული სახაზინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციას მტკიცებულებებს, რომ ესე იგი ფულის გათეთრებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ჩემმა მეუღლემ უთხრა, მე ასე დოკუმენტსო არ ვიცნობო, საქმეში არ დებსო. მაშინო მაჩვენეთო ეს დოკუმენტიო და მაშინ პროკურორი იყო თამარ ალანია, წამოხდა და ყვიროდა, რომ არაო ეს დოკუმენტებიო კონფიდენციალურიაო და არ შეიძლებაო, რომ ეს თქვენო ისაქნათო რა ქვია. ნახოთო და ჩემი უღლევნა დახურეთო სასამართლოს ხდომა და მერითი გამასამართლეთ ის ჩემთვის როგორ არისო კონფიდენციალური და მე მიმართა მოსამართლეს რო ისაო რა ქვიო თქვენო თუ იცითო ამის შესახებო ჩემი მეუღლე ეკითხება არა მე ესეთი დოკუმენტიო საქმეში არ მდებსო არც ნუ პირველი ინსტანციის დროს არიდო რა თქმა უნდა მაგრამ რაც უბრძანება გასცა უკვე სააკაშვილმა ადეიშვილმა იგივე დაწერეს განაცემში თუმცა იქ მერე ბოლოს ეწერა რომ შემამსუბუქებელი გარემოება ის არის რომ ის არის ავადმყოფი ის არის ავად არის რომ ის არის შეუბრალავი წარსულის ადამიანი რომ ის არის დიდი ქველმოქმედი ასე შემდეგ მაგრამ მაინც მაქსიმალური სარჯელი 11 წელი მიუსაჯეს ჩემს შვილს 9 წელი ვაჟს და მე 5 თვით პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი მომწეს დიასახლის ადამიანს რომელიც საერთოდ გაგებაში არ ვიყავი რა ხდებოდა ერთადერთი იმის გამო რომ მე საბუთები გადმოვიტანე საზღვარგარეთიდან პირველადი დოკუმენტები ბანკიდან და ეს გავაკეთე იმიტომ რომ დაახლოებით მე-4 თუ მე-5 დღე იყო ბრიფინგი გამართა ადეიშვილის მოადგილემ კახა კობერიძემ
და ბრძანა რომ ამცნო ესეთი რამ საზოგადოებას რომ აი ჩვენო რამოდენიმე დღეშიო გახსენითო ფულის გათეთრებისო საქმეო 10 მილიარდიო გაათეთრა ევრო იმანო რა ქვია ამირან ქადაგიშვილმა მე შევედი მე მაშინ დაპატიმრებული არ ვიყავი ჯერ და შევედი ჩემ მეუღლესთან და ვეუბნები რომ ამირან რა ფულის გათეთრებაზე ამბობენ და მითხრა რომ მეც კი არ ვიცი რაზე ამბობენო სიმართლე გითხრაო და შენო აუცილებლად აიღე ბანკში ესაბუთიო და ამისი პირველადი დოკუმენტებიო გადმოქაჩო იქიდან სადაც არისო ეს ოპერაცია ჩატარებულიო და ადვოკატმა ეს ყველაფერი რომ გააკეთა ეს მიუტანე მე პროკურორებს და უთხარი რომ შეგეშალათ მეთქი მეუთხარი თანხა ვერ წაიკითხეთ სწორად და ეს ჩემი ბრალი არ არისო თქვენ ციფრს ვერ გითხულობთ 10 მილიარდი კი არ იყო იქ იყო 10 მილიონი ევროს კონვერტაცია საზღვარგარეთ გაკეთებული რაც არანაირ დანაშაულს არ წარმოადგენდა და ეს დოკუმენტები რომ მე გადმოვიტანე საზღვარგარეთიდან და მე მუხრენ და მითხრენ რომ შენ თუ არ გაჭერდები შენც მოგიწევს წმინდა გემუქრათ პროკურორები დამემუქრენ შესაბამისად თქვენ როდესაც ცდილობდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიმართლის დაცვას და მტკიცებულებების მომარაგებას რაც არის ნებისმიერი მხარის კონსტიტუციური უფლება ეს ამის გამო თქვენს მოხვდით ამ სისხლის სამართლის საქმეში კი როგორ არა ფანოზიშვილი და თამარ ალანია იყო საქმეზე და ამათი ხელმძღვანელი იყო ვაჟა ჯანყარაშვილი მე იყო ეროვნული ბანკის მაგათივე ნაციონალების დროს ჩვენი საქმე რო დამთავრდა მე ეს დეპარტამენტი საერთოდ დახურეს და შეუერთეს პროკურატურას გენპროკურატურას მანამდე ქალბატონო ნანა დაკავების მომენტს რო დაუბრუნდეთ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს თქვენ როდესაც ქალაქის ტელეფონზე მეორე ვაჟს შეატყობინეთ არ ჩამოხვიდეო, აი გავჩერდით. მერე რა მოხდა? მერე მოხდა ის, რომ საღამოს გადაიყვანეს თელედღე სახში ყავდათ ესე და ნუ ყველაფერი ხო სეიფს ეძებდნენ. ვინ ყავდათ სახში? მე და ჩემი მეუღლე ვიყავით. სახლში ყავდით? ხო, მეტი ნუ დედა ჩემი ავანტყოფი დედა იყო კიდე სახში მე. არ გიშვებდნენ სახლიდან? ხო, არა. და საღამოს გადაგიყვანეს ორივე? ხო, მე ვთხოვე რომ ჩემი მეგობარს დაურეკავ, მეთქი რომ მოვიდეს დედა ჩემთან იყოს, რომ ნერვიულო და ხანკიო და უკვე ღრმათ მოხუცი ქალი იყო, ძალიან მძიმე ავანტყოფი იყო და ნუ რაღაცები დაემართა ამ ქაშიშზე და აქედან გამომდინარე, ნუ შემოუშვეს ჩემი მეუღლეს და ჩემი მეგობარი სხვა თავშეს და დედა ჩემის ოთახში იჯდა ბოლომდე ისა იქიდან არ გამოსულა. ესე იგი ჩხრეკარო დამთავრდა, ამის შემდეგ წაიყვანეს მოდულის შენობაში 3 დღე იქ იყვნენ. მეუღლე და ისა ასევე მოდულის შენობაში გადაყვანებული იყო ბანკის დირექტორი, ბანკის მთავარი ბუღალტერი, ყოფილი დირექტორი, ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი ბანკის და ნუ კიდე ახლა ვერ ვიხსენებ. თქვენ სად იყავით ამ დროს? ამ დროს მე სახლში ვიყავი დარჩენილი და აი დაახლოებით თვენახევარში დამიჭირეს მე აი იმის გამო რომ ეს დოკუმენტები მოვიყვე. ახლა მე როგორ დამიჭირეს? ჩამოსულები იყვნენ უცხოელები და ითხოვდნენ ბანკში შესვლას. წესით და კანონით მათ ეკუთვნოდათ რომ ბანკში რატო ეკუთვნოდათ ვინ იყვნენ ისინი? აქციონერები იყვნენ და ტურისტებზე არ არის საუბარი აქციონერები ბანკის უცხოეთში გამაბანკში იცით როგორ მოხდა გამაბანკში შემოვიდა არა მარტო პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტროლის პალატა დროებითი ადმინისტრატორი და რევიზორები ეროვნული ბანკის ერთად და პლუს გარედან კიდე ეს მონიტორინგის სამსახური უწევდა კონტროლს ეს უკვე რომელ წელს ხდება? ეს ხდება 2004 წლის 20 ივლისს თქვენი მეუღლე ამ დროს უკვე დაკავებულია? უკვე დაკავებულია, ხო და ესა რა ქვია, ესენი მაშვებიან რა უცხოელებთან ვართ, უცხოელები ითხოვენ შესვლას. ნუ შესვლაზე და დამირეკეს მე და მითხრეს რომ მე მათ არ ვიცნობდი სხვათა შორის და რომ მითხრეს სადმეო შევხვდეთო და შევხვდით რომელ სასტუმროშიც იყვნენ, მარიოტის სასტუმროში იყვნენ. რა ეროვნების ხალხი იყო თუ საიდუმლოა? ესა რა ქვია, ებრაელები იყვნენ ისინი. ამერიკელები იყვნენ. ამერიკელები ებრაული წარმოშობის აქციონერები. თქვენ ორჯერ თქვით მინიმუმ
რომ მე საერთოდ არ ვიცოდი დიახ, მე ბანკში თქვენ არ მუშაობდით. არც მუშაობდი. თქვენ თანამდებობაც კი არ გქონიათ. თქვენ იყავით თქვენი საერთოდ არც ერთი აი მთავარი თანამდებობის პირები ვინც დაიკითხა მე სასამართლო ყველა ამბობდა რომ მე საერთოდ თქვენ იყავით ბანკირი მეუღლის ბანკირის მეუღლე. ბანკირის მეუღლე. მეტი სტატუსი ბანკთან მიმართებაში არ გქონიათ. ეს მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს. კი ბატონო. ადრე პროკურატურის შემოსვლამდე ჩემი ერთი შვილი აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ და მეორე გენერალურ დირექტორად. აი ეგ იყო. მაგრამ მათ პრაქტიკულად მუშაობაც კი არ ჰქონდათ დაწყებული. გასაგებია. შეხვდით უცხოელებს. შეხვდი უცხოელებს და მეუნებიან რომ აიო ეხლაო ჩვენო მოვახერხეთო აქაო რომ ადეიშვილს შევხვდეთო და ადეიშვილს რომ შეხვდნენ მორიგდნენ სხვათა შორის რომ ადეიშვილი მაგ დროს რა პოზიციაზე გენერალური პროკურორია ამ დროს ზურაბ ადეიშვილი საქართველოს გენერალური პროკურორი და ეუბნება რომ ეს ანუ მორიგდნენ იმაზე რომ იმიტომ ხო არა მთავარი მე გამომჩა რომ ლევან პატეიშვილმა შემომთავაზა სანამ ესე იგი ესენი ახალი დაჭერილი არიან ჩემი მეუღლე და ესა დაახლოებით ერთი კვირის რომ აი ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალა რომ 20 მილიონს თუ გადაიხდიო მაშინო დავხურავ თუ ამ საქმეს და ყველაო ჩვენი გზითო წავალთო დოლარი პატეიშვილის პირით შემოგითვალოთ, რომელიც იყო სააკაშვილის ძმის იურისტი. იურისტის და მეგობარიც. ძალით შემოყვანილი ბანკში. დიახ. ამის შემდეგ უარი მიიღეს ჩემგან და უთხარი რომ თქვენ ყველა ანგარიშები არ ვიცი როგორ მოახერხეთ ეს სადაც კი რამე ქონება მქონდა, თანხა მქონდა, აი ბარათებიც კი სახშირად ბარათები მქონდა, საკრედიტო ბარათები, ისინიც კი ამოიღეს. ასე რომ აი ელემენტალური აი ფულით არ დავრჩენილა სახში ახლა. ბანკი როცა გაქვს ადამიანს სახში რატო დადებ ფულს თქვათ, ხო? თუ გაქვს. ხო და ესა ჩემი რო შემოვარდნენ ეს პირველ რიგში სეიფს ეძებდნენ და ასჯერ უთხრა ჩემ მეუღლემ რას ეძებდო მითხარი და იქნებ მე თვითონ მოგწედო. არაო ჩვენო სეიფს ეძებდო სადმეო კედელში გექნება ეს სეიფიო. ნუ რო ვერ იპოვეს მერე გაჩერდე. მოკლედ მეორე ჯერზე მირეკავს და მეუნება ესე რაღაცა ცინიკურათაც რო აიო ადეიშვილმაო შემოგითვალაო საერთოდ გაბრაზებულიაო თქვენზეო და შემოგითვალაო რომ აი 10 მილიონიო მოიტანეო დოლარიო და ამ საქმესო შევწყვიტა. პატეიშვილი ამბობს. ისევ პატეიშვილს ლევან პატეიშვილი სხვადასხვა ქართული ოცნების დროს ის თაღლითობით მუხლით დააკავეს მე რაღაცაზე არ ვიცი ხო ამის შემდეგ ნუ ამაზედაც უარი უთხარი რა თქმა უნდა არანაირი საშუალება არ აქვს მეთქი ჩვენ და თუ რამე გინდათ მეთქი მე უთხარი ბოლო საწესდებო კაპიტალით 11 მილიონია და გახსენეთ ეს მე უთხარი ეს უცხოელების ჩამოსვლამდე ხდება ეს უცხოელების ჩამოსვლამდე ხდება ხო და აი როცა ეს უცხოელები შევიდნენ იქ უკვე მე ეს ნათქვამი მქონდა რომ ადეიშვილმა ესეთი რამე ნუ ეს მოუყევი რაც ხდებოდა რა ყველაფერი მოუყევი მათ საქმის კურსში შეხვდნენ დიახ შეხვდნენ ადეიშვილს უცხოელები და რო გამოვიდნენ ძალიან გახარებულებმა დამირეკეს რომ მოვილაპარაკეთო მე იმ წუთშივე გავიქეცი სასტუმროში და მეუნებიან 2.200.000 მე მათო პროკურატურის ფონდში უნდა ჩაუღიწყო და შემდეგ ბანკი რო გაიხსნება ყოველდღე $50,000 უნდა მივცეთო ყოველ თვე ყოველ თვე $50,000 ფულადით უნდა გადავიხადო. ამის შემდეგ მირეკავენ ესე იგი ეროვნული ბანკიდან ზედახედველობის სამმართველოს უფროსი მირეკავს და მეუბნება რომ ნანაო სასტრაფოდ მოდიო. მე მას არ ვიცნობდი, მე გავიცანი, მივედი და მეუბნება რომ გავიგეო რომ უცხოელები არიან ჩამოსულიო და ძალიან გთხოვო რა ეხლავეო სასტრაფოდ მიდიო და სასტრაფოდ გაფრინდნენ ეგენიო. რატომ მეთქი ვეუბნები და მაგათი დაჭერას აპირებსო ადეიშვილიო ბრძანება უკვე დაწერილი აქვს. აი მე მეთქი რას ამბობ მოილაპარაკეს მეთქი 2.200.000 აძლევენ ეს ადამიანები და ზღაპარია ყველაფერი ისინიო შეიყოლიესო იცოდეო არავით არისო. თქვენს გესაუბრებოდათ ქალბატონო სახელი მაგისი? ისა რა ქვია ეხლა ვეკეთვით კიკორია ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი იყო და რატომ გაგიწიათ ასეთი სამსახური ამ ხალხს? იცით რა, გარდა იმისა, რომ ესე იგი ჩვენ არ დავაფინანსეთ ვარდების რევოლუცია, ამირანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გაზეთი გამოუშვა ინტერნეტი, ხა იმ დროს ეს ნამეტანი ახალი რაღაცა იყო ინტერნეტ გაზეთი და იქ სტატიებს წერდა სააკაშვილზე. თქვენი მეუღლე
ხო, ხო არ გაქვთ ეს სტატიები შენახული? აი, ამოღებულია ყველაფერი პროკურატურის მიერ. სახშირად გაზეთები გვეწყო და კომპიუტერები რაც იყო და ამ კომპიუტერში იყო ყველაფერი ეს მასალები, ეს ყველაფერი ამოღებულია. რა იწერა ამ სტატიებში და შემდეგ რჩევებს აძლევდა, სხვათა შორის არ აკრიტიკებდა, რჩევებს აძლევდა, რომ აი კონსტიტუციაზე ცვლილება რო შეგაგეს არ არის სწორი, ეს უკან ცუდად დაგიბრუნდება. კიდე ბევრი რაღაცებს უწერდა. ეს როდესაც სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი იმ დროიდან? იმ დროიდანაც და მე პრეზიდენტიც რო გახდა, მაშინ ხო, აი ცვლილება რო შეიტანა 2004 წელს. აი მაშინ ამირანმა სტატია დაუწერა და ურჩია რომ ეს გააუქმეო, ეგ უკანონობაა ძალიან დიდიო. მოკლედ, ესე იგი რომ შევაჯამოთ, თქვენი მეუღლე, რომელიც როგორც ხვდები გარდაცვლილია. დიახ. თქვენმა მეუღლემ არამც თუ გივით არგამაძე გაისტუმრა უარით, რომ რევოლუციის დაფინანსებაზე უარს გეუბნებიო, შემდეგ უარი უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმა შემოეყვანა კერძო კომპანიაში ხაზი უნდა გაუსვათ თავის ბიზნესში იძულებით იურისტად. ასევე დაიწყო ინტერნეტ გაზეთის გამოცემა და რჩევების მიცემა დაუწყო სააკაშვილს. როგორ გაბედა, ესე იგი თქვენს მეუღლეს ჩაუდენია ისეთი რაღაცეები, რომ სააკაშვილი ამას ვერ შეიწყნარებდა და შეეგუებოდა, რა თქმა უნდა და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამე იყო. თავის დროზე ჩემი მეუღლეს ბირჟა ჰქონდა დაარსებული, სავალუტო ბირჟაც ჰქონდა და ძალიან კარგად ერკვეოდა ლარის კურსზე და უფრო მეტიც მის მიერ არის პირველი ქართული ფული დაბეჭდილი და ყველა ხარჯები გაწეული და ესა რა ქვია დებდა გრაფიკებს ყოველდღიურად. აი ეროვნული ბანკში როცა ვიცე-პრემიერი იყო ჩემო მეუღლე იმისი რა ქვია შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფინანსებისა და ეკონომიკის დარგში მან შექმნა მაშინ ბანკთა შორის ბირჟა და ამ დროს თავისი ბირჟა სავალუტო დახურა და თქვა რომ მე ახლა ამ ბირჟას ვერ ვამუშავებ და ამიტომ რომ შეიძლება ხელი შეეშალოს ორი ბირჟის არსებობას ქვეყანაში და ეს თავისი დახურა და ამ ბირჟის განვითარებას დაუწყო და როცა სააკაშვილი მოვიდა ძალიან ცუდი კურსები იყო რაღაცა და ამირანი ყოველდღე დებდა რეალურ კურსს რაც იყო ლარის. ამაზე ერთხელ ვიღაცამ დაურეკა და უთხრა მე ვეღარ ვიხსენებ ამას რომ ამას ნუაკეთებო შეწყვეტა. საიდან დაურეკა? აი არ ვიცი არ მახსოვს ესა, იმიტომ რომ ვიხსენებ და ვეღარ გავიხსენებ. რევოლუციის მერე ხდება? ხო, რევოლუციის მერე უთხრეს რომ ამას რეალურად რევოლუციის მერე უკვე თქვენი მეუღლე იქამდე მივიდა რომ სააკაშვილს დაუწყო ხელშეშლა. დიახ. მოდელირებული რეალობის საზოგადოებისთვის მიწოდების საქმეში. დიახ, ესე იყო. ეს იმ დროს დაჟადი იყო და ეს დღეს გველაპარაკება ვივამედიდან თავისუფლებაზე. კი ბატონო, შემდეგ მოდით დაუბრუნდეთ უცხოელებთან შეხვედრას, როდესაც უცხოელები ესე იგი მიხვდნენ რომ რაღაც ისი არ არის რა ხომ კოტარია თქვით, რა გვარი თქვით? ბატონო? კიკო. მურთაზ კიკორია, რომელმაც გადაახილათ, რომ წავიდნენ უცხოელებიო. წავიდნენ უცხოელები, მეც გავაცილე ისინი და უცხოელებს უთხარი და ჯერ გაუკვირდათ, მაგრამ მე თქვეს, რომ რაც გაკეთებულია ჯერ ამ ბანკში, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არც ეს იქნება გამორიცხულიო და წავიდნენ. რო გავაცილე ისინი აეროპორტში მოუბრუნდი და მურთაზი მირეკავს იცებ კიკევრია და მითხრა რომ ამობრუნდითო და რომ მივედი მითხრა ნანაო ესა გიბარებენო პროკურატურაშიო და მე მთხოვეს რომ თქვენთვის მეთქვა და თქვენ რა შუაში ხართ მეთქი ჩემ დაბარებასთან მეთქი და არ ვიციო მაინცო ფრთხილად იყავიო მითხრა წავედი გადავედი პირდაპირ იმიტომ რომ მაშინ ეროვნული ბანკი იყო იქ თავისუფლების მოედანზე და დადიანის ქუჩაზე იყო ეს დეპარტამენტი ავედი იქვე ფეხით ავედი და რო ავდივარ რაღაცა ისე ცუდად ვიგრძენი თავი რომ ვიფიქრე კაცო უცხოელებს თუ იჭერენ რატო არ შეიძლება რომ მე დიასახლისი დამიჭეროს და მოუბრუნდი ერთი პერიოდი და ვიფიქრე წავალსახში და როცა თვითონ დამირეკავენ მაშინ მივალ და მე ვიფიქრე რატო უნდა შემეშინდეს რა დამიშავებია მეთქი და ავედი ისე რო ავედი რო შევედი ფანოზიშვილი იყო იქ ვაჟა ფანოზიშვილი და დავჯექი და მეცითო ქალბატონო შეგაწუხეთო უნდა დაგკითხო და რასთან დაკავშირებით მეთქი ეს საქმესთან და მე თანამშრომელი არა ვარ და ჩემგან რა ინფორმაცია უნდა მიიღოთო არა თქვენო მითხრა გეცოდინებათო რაღაცა გამორიცხულია არ არისო რომ რაღაცა იცითო ხო და დამსვეს არა მეთქი მე არ მოგცემთ ჩვენებას და
ადვოკატთან დამარეკინეთ მეთქი უთხარი. არა, ადვოკატი არ მოვალ თქვენ დაკითხვის დროსო. მეც მაშინ მე მეთქი დუმილის უფლებას ვიტოვებ მეთქი მე უთხარი და რახან დუმილის უფლებას იტოვებ მაშინო და მოვიდნენ ბორკილები დამატეს და გადამიყვანეს მოდულის შენობაში ესე იგი ხელი შეშლის მიზლით, გამოძიებისთვის ხელი შეშლის გამო რომ მე უშლიდი გამოძიებას რომ მტკიცებულებები მომქონდა და მევშვებოდი ვაბარებდი პროკურატურას. ეს ხდება აგვისტოში დაახლოებით. ეს ხდება სექტემბრის სადღაც 15-20 რიცხვია. ხო და ნუ გააფორმეს ესე იგი ამკვეთი რაც არის არ ვიცი ხა საბუთები და მიმიყვანეს იქა და საინტერესო ის იყო რომ იქ რომ მიმიყვანეს ვინც დამხვდნენ იქა ისინი უკვე ესა იცოდნენ რომ მე უნდა მივსულიყავი და რომ მივედი ცინიკური ლაპარაკი დამიწყეს. რაღაცა ისეთი შაყირით და იმითი რომ როგორ არის მოგწონს ეს შენობა ეხლა შენ ქფრის კაბინეტში ჩემი უფლის მოდულის შენობა იყო ბირჟის შენობა და ძველად ადრე ხო და აიო შენ იმის კაბინეტში ოქფრის კაბინეტში ვინზისო არ გაინტერესებსო ხო და რაღაცა მასხრად მიგდებდნენ მე სადღაც ქვემოთ ჩამიყვანეს რამოდენიმე სართულით ქვემოთ და ისეთი საშინელი სიტუაცია იყო იქ ამ რაღაცა მწერები იკბინებოდნენ ზაფხული იყო რა ჯერ კიდევ ცხელოდა და 3 დღის შემდეგ გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში აი იქ რო გადამიყვანეს უკვე შოქში ჩავარდი, ცუდად გავხდი, აი მუხლები მომეკვეცა, რომ შევედი და დავინახე რა ხდებოდა იმ კამერაში და როგორი სიტუაცია იყო, ცუდად გავხდი და ნუ როგორც იყო ჩამომსვეს იქ სადღაც და ნუ მიმწეს ეს ადგილი ფანჯარასთან. მინა არ იყო ამ ფანჯარას, მინა არ ქონდა და ნუ ესე იგი 5 თვე ვიყავი, აი თანდათან აცივდა ამ სიცივეში ესე იგი გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანი საშუალება არა. აი არაფერი აქვს. მინა ჩასვეს ამასობაში თუ მინა ჩასვა. არანაირი მინა. დადგა დეკემბრის თვე და მინა არ აქვს. არ არის. არც დეკემბერში, არც იანვარში, არც თებერვალში ეს პერიოდები იქ. რამდენი იყავით საკანში? 5 თვე ვიყავი. რამდენი ქალი იყავით საკანში? აი ჩვენ საკანში სხვათა შორის ნორმალურად იყო ეგ სიტუაცია, ოროლი ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემი მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვი და ისინი როცა შეიყვანეს მოდულის შენობიდან გადაიყვანეს ორთაჭალის ციხეში დაახლოებით 25 ან 20 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი როგორც ამირანი მიხსნიდა და აჩიკო რომ ჯერ ამ ოთახში იდგა 6 საწოლი ორსართულიანი ამის გარდა ესე იგი იყო 80 კაცი და მორიგეობით იძინებდნენ 12 საწოლი იყო თუ სწორად 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდა როდის გაიღვიძებენ ისინი ვისაც ძინავს კი ბატონო იძინებდნენ მე უნდა გაგაღვიძებდნენ და სხვა უნდა იყო დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ წარმოიდგინეთ 24 საათში 2 საათი. რამდენი კვადრატული იყო საკანი? აი დაახლოებით 25-20. 25 კვადრატულ მეტრიან საკანში 80 კაცი იდგა ფეხზე, იყო 12 საწოლი. სიცხე, აი კატასტროფული სიცხე იყო 45 გრადუსი თუ რაღაცა და აი ვინმეს რო გული უწუხდებოდაო, კი ვერ ვარდებოდაო. აი გვერდზე მყოფი იჭერდაო, იმიტომ რომ სელიოტკებითო ვიყავითო, ესეო ჩაწყობილი და ერთმანეთზე მიკრულიო. ესე იგი 80 კაცი როგორ დაეტეოდა რა თანსაწოლები და ხო ესე იგი იქ ერთი თვე იყო თუ თვენახევარი არ ვიცი და ჩემი მეუღლე გულით ამანტყოფი იყო დიაბეტიკი იყო და ცუდად გამხდარა იქა და შეშინებიათ მე გადავუყვანიათ რეზბალნიცაზე ორთაჭალის რეზბალნიცას გულისმობ ორთაჭალის რეზბალნიცა მე ისე მოხდა რომ აჩიკომაც ვერ გაუძლო იქ ყოფნას და ისიც გადაიყვანეს თქვენმა ვაჟმა ხო ჩემი უფროსი ვაჟი რომელიც გარდაცვლილია ხო და რო გადაიყვანეს იქა ნუ ცოტა ვითომ იმიტომ რომ აი ამდენი ხალხი არ იყო კამერაში ამ ხრივ კარგი იყო მაგრამ სხვა ხრივ მე აი ყოველთვის ვამბობდა სხვათა შორის იმ დროს მირცხულავაც იყო და მოლაშვილიც იყო მე მიყვანილი იმიტომ რომ ჩემები უფრო ადრე იყვნენ დაბატიმრებული ამაზე საშინელი ციხე რაც არსებობდა მე მგონი ქვეყანაში
რეზმალიცა იყო ყველაზე დიდი საშინელებები, რაც ესე იგი სულხანი ამბობდა, რომ აიო რა წამებას აკეთებდნენ იქ ადამიანებს, აჩიკო ზუსტად ამას ყვებოდა, რომ უკვე მალეო შიზოფრენია დამემართებაო იძახდა, მე ამას მეც ვერ გაუძლებო ყვიროდა. რამდენი წლის იყო თქვენი შვილი? 22-ის იყო, რომ დაიჭირეს. ხო, 22. როცა მოხდა ორთაჭალის ციხეში და შემდეგ საავადმყოფოში ორთაჭალაში. ხო, ესე იგი იქ მოხდა ესე, რომ ესე იგი ციხის უფროსმა, რა თქმა უნდა, სხვა და სააკაშვილის დავალებაც იქნებოდა ეგ და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის უწრაბახობდა ქურდული სამყარო განადგურე საქართველოში აღარ არიანო, სხვადასხვა ციხეებიდან გადმოიყვანა 7 ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, შეიყვანა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მათ კამერაში და იმათმა დაუწყეს ჩხუბი ის რომ აი შენ 10 მილიარდი გაათეთრე, თუმცა ეს 10 მილიარდი მე მოხსნა პროკურატურამ იმ აბსურდულობის გამო, მაგრამ ეხლა ამ ქურდული სამყაროს ხაზ და საზოგადოებას რომელსაც ყურში ესმოდა რომ ჩვენ გავათეთრეთ 10 მილიარდი, დღემდე ესმით ქალბატონოდია რომ ჩვენ ვართ 10 მილიარდის ევროს გამთეთრებლები. ეს რჩება ხოლმე ადამიანებს ყურში რაღაცა მკვეთრად ხოლმე და ამათმა უთხრეს რომ მოგიკლავთო აჩიკოსო თუ შენ ამ ფულს არ მოიტანო და გაიწიენ აჩიკოსთვის რომ რაღაცა დაეშავებინა და ჩემი მეუღლე რო გაქანდა და ეცა ამათ თურმე ვიღაცამ უკნიდან კინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა ჩემმა მეუღლემ სისხლი ფანტანივით მოდიოდა მე თვითონ ამათ შეეშინდათ ეთყობა რომ ისინი ამ ციხის პატიმრები არ იყვნენ სხვა ციხიდან გადმოყვანილები იყვნენ დროები და ეს ვერაფრით ხო ვერ მოხდებოდა ვერც სააკაშვილის ვერც ადეიშვილის და ბოლო ვერც ციხის უფროსის კილერას ესე იგი იმის გარდა ვიღაც კილერაში ვის გულისხმობთ რომ ახსნათ რა გვარი იყო მუხაძე იყო მაშინ ორთაჭალის ციხის ხელმძღვანელი ხო და ეს არა ქვია მე ეთყობა აი სამკურნალო დაწესებულების ორთაჭალის ციხეში და მე ეს რომ აი ამირან სასტრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა და გაკერვა დასჭირდა თავის რაღაცები სამკურნალო დაწესებულებას ხელმძღვანელობდა კილერა აი ეს არის სააკაშვილის ხო და აქედან გამომდინარე ესე იგი ესენიც გაჩერდნენ ცოტა ხან მაგრამ მე შემოუთვალეს საღამოს რომ თუ არ დარეკავს სახლშიო ჩვენ მოგიხერხებთო ამასო და ხვალ საღამოს ფულს არ მოიტანთო იცოდე აჩიკოს მოვკლავთო მირეკავს საღამოს ჩემი მეუღლე და მეუბნება რომ ნანო ესეთი მდგომარეობა არისო ხო და მოგცემ ტელეფონი ჩაიწერეო მითხრა და დარეკეო რა ჩემ მეგობართანო და საზღვარგარეთ და ისო გადმოაგზავნისო ფულსო რამდენ ფულზე იყო საუბარი რაოდენობა $30,000-ზე იყო ლაპარაკი $30,000 ჩარიცხეო თორე შვილს მოგიკლავთ ციხეშიო. ხო. ეს გითხრათ თქვენმა მეუღლემ, რომ ასე მემუქრებიანო. ესე მეუბნებიანო. ამ დროს ეს უნდა იყოს ალბათ ივლისი-აგვისტო, ხო? თქვენ ჯერ კიდევ თავისუფლებაზე ხართ. თუ რო გათავისუფლდით მე. მე თავისუფლებაზე ვარ, იმიტომ რომ სვანაირად მე ფულს ხო ვერ უშოვი. არა, დაჭერამდე იყო თუ თქვენი დაჭერამდე იყო. ნუ 2004 წლის ზაფხულია. მე ხანდახან სხვადასხვა იმერს ყვები ხოლმე. კი, ხო, არა უშავს. ანუ სანამ თქვენ დაგიჭერდნენ, ეს არ ხდება თქვენი გათავისუფლების მერე, კი ბატონო. ნუ იმ წუთშივე გადავრეკე, დაველაპარაკე ჩემი მეუღლის მეგობარზე, მითხრა, ნანა, არანაირი პრობლემა არ არის, ფულს გადმოგირიცხავ, უბრალოდ ეხლა შუაღამია, ხვალ როგორ მოვასწრებ გადმორიცხავს იმ დროს ესე იმავე დღეს არ ჯდებოდა საზღვარგარეთიდან. თანხა და როგორ გამოიტანა, როგორ იმას იზავ და კარგიო მოვიფიქრებ, დაგირეკავო, მითხრა და მე ღამე აღარ დაურეკი, ალბათ ან მოერიდან რაღაცა და დილას ადრე ზარია კარებზე მირეკავს ვიღაცა გავედი და ვიღაცა უცნობი მამაკაცია და მეუბნება ქალბატონო ნანა ესე შეფუთული აქ თან რაღაცა და ესო ბატონმა ბადრიმ გამოგიგზავნათო. ბადრი პატარკაციშვილზე. აი მე ისეთ სიხარულისაგან აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ აი ადამიანი შეიძლება მართლა გაგიჩნდეს სიხარულითაც თურმე არა მარტო იმითი რომ უბედურება გემარდება არამედ სიხარულითაც რომ ხო და ნუ ეთყობა ნუ ბატონ ბადრის დაურეკეს და სთხოვეს და მე ესე მაგრამ თქვენი ქმრის მეგობრებმა ხო ჩემი ქმრის მეგობრებმა და მაგრამ მე ისე მოხდა რომ ბატონმა ბადრიმ ეს ფული არ დაიბრუნა არაფრით რომ მე რას ამბობ ბატონი ამირანიო განსაცდელშიაო და ხე მე მაგთან ხაზ როგორ დავიბრუნებო რაც ისულელიაო და აი არ ვიცი თქვენ ამ თანხის წყალობით გადაარჩინეთ თქვენი ვაჟი მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევებით ქალბატონოდია
ეს იყო, მაგრამ უკვე ჩვენ ასე ვთქვათ, ადაპტირებული ვიყავით უკვე პირველი შემთხვევის მერე და უკვე ხან რაღაცას ვყიდით, ხან რაღაცას. კიდევ იყო ასე თანხის გამოძალვის. თუ სამჯერ იყო კიდე ესეთი შემთხვევა. შვილის მოკლის მუქარით ციხეში. კიდე ისე შვილის მოკლის მუქარით. ეს ყველაფერი დაახლოებით ხდებოდა ყოველთვის რეზბალნიცაზე. აი ყოველთვის აბსოლუტურად. იმიტომ რომ რუსთავის ციხეში ესეთი რამე მათ არ შემთხვევიათ და არ ქონიათ. ხო და ამის მერე ესე იგი ჩემი შვილი ავად გახდა დაემართა იცით კენჭის გავლა თუ რაღაც არ ვიცი ისა და მითხრეს რომ ცუდად არისო ძალიანო გავიქეცი და ნუ ექიმით შევიყვანე მე ჩემი ნათესავი ექიმი იყო და ვთხოვე რომ შედი მეთქი და ნახე რა სჭირს და ნუ მითხრეს რომ პორტარტული ეხოსკოპიის შემოტანა საჭირო რომ ისეთ ადგილზე იტკიებს ის და ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს სავარაუდოდ ნახლის ბუშტის კენჭებით არის სავსე ან რაღაცა თუმცა ისეთ საჭმელს აჭმებდნენ ქალბატონო დიაიგა რომ რა კენჭები არ გაუჩნდებოდათ იმათ ხო და რომ ესე იგი ისაქნეს რა ქვია შევიყვანე ტატიშვილის კლინიკიდან შევიყვანე პორტარტული ეხოსკოპით იქ ნუ დადგინდა ზუსტად რომ საოპერაციოა და უნდა გაყვანილი იყოს საოპერაციოდ ეს მუხაძე უარს ამბობდა გაყვანაზე ჩვენო აქო ექიმები გვყავსო თუ არა და თქვენი ექიმიც მოვიდეს აქო და გაუკეთებდო ოპერაციაზო ამაზე არც შემიშვილი დათანხმდა და არც მე არ დავთანხმდი იმიტომ რომ უკვე ვიცოდით იქ რა ხდებოდა ოპერაციების დროს და რაღაცა და ნუ არ ვიცი აი ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით არც რეზბალნიციდან არ გავუშვა მე ბოლო დავხვდი ამ მუხაძეს ციხის კარებთან ადრე უთენია დილა უთენია დავხვდი და უთხარი რომ ყველაფერს მე გადავიხდი მე უთხარი ხო მე ვიხდი ამას ყველაფერს ბოლო ადამიანი ხო ხარ მეთქი მე უთხარი გამოვიყვან რა და ცოდუა მეთქი ახალგაზრდა ბიჭი არ გეცოდება ციხის დირექტორს ყარაულობდით ციხის შესასვლელთან და ევედრებოდით რომ ოპერაცია გამაკეთებინე 22 წლის შვილისთვისო მაშინო განცხადება დაწერითო, თქვენო განცხადება დაწერეთო, რომ თქვენო იხდითო ამ თანხასო. კი მეთქი მე უთხარი, ეს თუ პრობლემა იყო, ამდენხანაც გადავიხდიდი ამას. მოკლედ გავიყვანეთ და ერთი დღე დატოვეს სამანტყოფოში ოპერაციის შემდეგ, მეორე დღეს უკვე გადმოიყვანეს, თუმცა ვეხვერწე ძალიან რომ 2-3 დღე დატოვეთ, მეთქი ეხლა როგორაობს ის იქ იმაში მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ვივამედის კლინიკაში მასე კი არ იყო იმავე მეორე დღეს გადმოიყვანეს ჩემი შვილი ნაოპერაციები და მე საერთოდ კონტაქტები აღარ მქონდა ჩემ შვილთან და ძალიან ნერვიულობდი დილას მივდიოდი შუაღამეზე მოვდიოდი მაინც ვერავისგან ვერაფერს ვერ ვიგებდი და ბოლოს ზარი გაისმა ჩემ ტელეფონზე და მირეკავს სულხანი მოლაშვილი და მეუბნება რომ ქალბატონ ნანა არი ნერვიულობთ მე და დათო უვლით მას ნემსებსაც ჩვენ უკეთებთ ყველაფერს არც დავით მირცხულავა მირცხულავა და დავით მირცხულავა და სულხან მოლაშვილი ამასობაში დააკავეს ვინც არის ის იმისთვის ყვებით და დაგირეკეს რომ არ ინერვიულოთ ჩვენ უვლით თქვენ შვილთო აჩიკოსო და არ ინერვიულოთო მე ვიციო თქვენ რაზედაც ნერვიულობთო ეხლა აქაო მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთო არ მივაკარებთო და ყველაფერს ისინი უკეთებდნენ ასე გადარჩა იმ დროს აჩიკო მაგრამ მე ჰეპატიტი მაინც შეყარეს მას ციხეში კი ეხლა იცით რომ რითი დაიღუპა თქვენი ვაჟი საბოლოოდ აი ჰეპატიტის შედეგად ციხიდან რომ გამოვიდა უკვე მეოთხე სტატია ცეროზი ქონდა როდის გამოვიდა 2009 წელს რატომ გამოუშვეს შეიწყალა სააკაშვილი იცი ეს ის პერიოდია როცა სააკაშვილი გადამდგარია უკვე პრეზიდენტობიდან ამ დროს მან რა ქვია ხო ესე იგი და იქ ხდება ისეთი ხო მაგრამ მე ისე მოხდა რომ ადეიშვილმა არ მოაწერა პირველ შეწყალებაზე ხელი და 6 თვის შემდეგ ხელახლა შეიწყალა კომისია და უკვე ჩაერთო ისა ჩვენი უწმინდესი აჩიკოსთან დაკავშირებით და უთხრეს რომ ეს ბავშვი გაუშვითო აუცილებლადო და ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით არა მე უკვე სააკაშვილმა მოაწერა უკვე არჩეული იყო მეორედ რომ გააყალვა არჩევნები და მოვიდა უკვე იმ დროს აი ეს სხვათა შორის ბატონმა სოზარმაც დამირეკა მომილოცა მაშინ რომ აჩიკო უკვე შეწყალებულია ჯერ არც ვიცოდი მე ბატონმა სოზარმა შემატყობინა მეორედ და ეხლა ჩემ მეუღლესთან დაკავშირებით რა მინდა ვთქვა სტრასბურგიდან მოვიდა ესეთი წუთით ქალბატონო ნანა არ გაგიწყდეთ აზრი ესე იგი თქვენი ვაჟი 22 წლის არარსებული ბრალდებით სააკაშვილის და მისი ძმის და კიდევ სხვების
მიერ მოხარშული უხეშად რო ამობთ ხოლმე სისხლის სამართლის საქმით, შეკერილი საქმის საფუძველზე მოხდა იმ საშინელებაში, რასაც ერქვა ორთაჭალის რა მნიშვნელობა აქვს ციხე თუ სამკურნალო დაწესებულებების მეზობლები იყვნენ და რეალურად იქ დაავადდა ჰეპატიტით B როგორ მოახერხეს ეს აი მე მართლა არ ვიცი რა და ამის შედეგად გარდაიცვალა რამდენი წლის იყო უკვე იყო 39 წლის უკვე 39 წლის ასაკში ხო კი გამოსული იყო ციხიდან გარდაიცვალა მაგრამ ძალიან მძიმე წამებით რა ეს ისეთი დაავადება რომ ამას მტერსაც კი ვერ უსურვებ მე და მე რა ტანჯვა წამება გავიარე ჭეშის ბატონო ერთი წამით უბრალოდ ჩართვა მინდა გავაკეთო ადამიანებისთვის ვინც გვისმენენ ამას ხშირად ვაკეთებ და აი ეს მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა 2010 წელს იგივე ალექსანდრე მუხაძე მიხეილ სააკაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის ქრისტების მედლით დააჯილდოვა 2012 წელს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მართლა ერთ-ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. უბრალოდ მიცებულება რომ ეს არ იყო ვიღაცა ქილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკის ადამიანების სამება. გაცრავდო ჩაგეთ. ესე იგი ამის შემდეგ ესე იგი ჩემი მეუღლეც სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან არ ვიცი ამას რა ქვია მითითება დავალება თუ რა გადაწყვეტილება მოვიდა რომ ჩემი მეუღლე გადაყვანილი ყოფილიყო სპეციალიზირებულ საავადმყოფოში ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში ციხის საავადმყოფოში და არ მიყვებოდა და ის ძალით წაიყვანეს იქა და რომ მიიყვანეს იქ თურმე ნუ სხვა პატიმრებიც იყვნენ ბევრი ესენი სულ ყველა გააშიშვლეს და каранტინის დაშლაში მოაყოლეს ჩემი მეუღლეც უკვე ასაკოვანი კაცი დაახლოებით 60-61 წლის იყო უკვე მაშინ უმოწყალოდ ცემეს ადამიანი რომელიც დღეში 4 ჯერ ინსულინს იკეთებდა მთელი დღის უჭმელი საღამომდე ქვემოთ ამყოფეს მე როცა აიყვანეს კამერაში მან თურმე ვინც აიყვანა იმას თხოვა რომ ძალიან გთხოვთ ნემსი უნდა გავიკეთო ინსულინი აუცილებლად რო ცუდად ხდებიო და ძალიან გთხოვთ ერთი ნაჭერი პური ან შავი ან თეთრი მომეწითო თორე შეიძლება გიპოში ჯავარდეო მოკლედ ეს როგორ მოითხოვეს შენო და კიდე დაუმატეს იქ თურმე ცემა და წაართვეს ლეიბი 2 კვირა თუ 3 კვირა იმ ცირკინის ლეიბზე იწვა აი ნუ ამას რო ადამიანები გააკეთებენ აი ასაკოვან ავადმყოფ ადამიანზე ნაცემზე ნაბეგუზე ნუ მე არ ვიცი იმათ საერთოდ იცი აი ადამიანები როგორ უნდა უწოდოთ მაგრამ ეს არაფერი მე რომ მივედი რუსთავში მითხრეს რომ გადაიყვანესო მივედი იქა და მეუბნებიან რომ აქ არ არის შენი მეუღლე გადმოყვანილიო ესე იგი მივდივარ რუსთავში მეუბნებიან მაჩვენეს ჟურნალისტნო ნამდვილად რესბალნიცაზეა გადაყვანილი მოვდივარ აქ მაშინ არ მაჩვენებენ მე ჩავრთე სახალხო დამცველი 2 კვირის შემდეგ იმიტომ რომ უკვე ფიქრობდი რომ ალბათ შემოაკვდათ ხელში მეთქი ან ცემეს იმიტომ რომ ისეთი ადამიანი იყო შეპუება არ იცოდა ხოლმე ყოველთვის მებრძოლის სული ქონდა და ესეთი ეს რა ქვია ალბათ მეთქი გაუძანლიან და რაღაცა თქვა როგორც ახასიათებს მეთქი მას და არ მაჩვენებდნენ არაფრით და 3 კვირის შემდეგ ტუღუში რო გამოგზანა თავისი წარმომადგენლები ისეთი მსუბუქი რაღაცა დასკვნა დაწერეს რომ ავად იყო და რაღაცა მაგრამ ის რომ ნაცემი იყო და ის რომ თქვა საჭმელს არ აძლევდნენ ეს არაფერი არა ისახა იმ ოქმში მაგრამ როცა ნახვის უფლება მომწეს რომ შევედი ჩემმა მეუღლემ მაისური აიწია და მაჩვენა აი ეს ნეკნები და ისინი სულ დალურჯელებული ქონდა სულ ყველაფერი რა აბსოლუტურად და ამის გახსენება ჩემთვის ძალიან მძიმეა, იცით. მე როცა ციხეში ვიყავი, შემშილობდი და რეჟიმის უფროსმა გამიყანა და ესეთი რამე თქვა, ხო ხედავ ექიმი არ გაკითხავს და არავინ პატრონი არ აკავს, აქო და ნუ შემშილობო, თორე თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო.
17 თეტრად როგორ და ჩამომწერო მეუთხარი მე მაგ ექიმის სახელი და გვარი ქალბატონო. ვაი მე არ ვიცი, მაგისი არ ვიცი, იმიტომ რომ იქ არაბის ციხეში არაბის 17 ლარად რო შეგაფასოთ ხო, აი მაგის 17 ლარად ჩამოგწერსო და მაშინ თქვი რომ შემშულობა შევწყვიტა და აღარ მოხდება არაფრით ის რომ მე აქ მოვკვდე მეთქი, ამას არ დაუშვებ მეთქი. ქალბატონო ნანა, დასკვნის მიზნებისთვის რომელიც წერაც ახლა მიმდინარეობს, რას ნიშნავს რომ აგვიხსნათ 17 თეტრად ჩამოგწერ? ეს იცით რატო იყო ალბათ ეს 17 თეთრი ჯერ ერთი იმიტომ რომ ადამიანად არავინ არ ღირდა მათთვის და მეორე კიდე 17 თეთრად იმიტომ რომ ჩვენ არც 17 თეთრი არ ვიყავით არ ვღირდით მათთვის საჭმელს ჩვენ არ გვაძლევდნენ წყალს ჩვენ არ გვაძლევდნენ ტუალეტი ჩვენ არ გქონდა დაბანის საშუალება ჩვენ არაფერი საჭმელი არ გქონდა მედიკამენტი არ გქონდა თუ ვინმე ჩვენიანი არ შემოგვიტანდა ჩვენ შიმშულით კვდებოდით იქ იმ ცივ გაყინულ ოთახში სადაც -10 გრადუსი იყო ხანდახან ოთახში ტემპერატურა ისა რა ქვია ფეხსაცმელით და რა ქვია ის მოვატანინე სახელიდან აი ხელოვნური შუბები რო არის თუ რაღაცა და იმითი ვიწექი რომ დასაცმლით და ფეხსაცმლით ვიწექით ლოგინში იმასაც თუ ლოგინი ერქვა მაგრამ მაინც აი ამიტომ ღირდით 17 თეთრი რა პრობლემა იყო მათთვის ჩვენი სიცოცხლე არაფერი ჩვენ ბატონ ილიას უნდა ჩავთვალოთ ამ პერიოდში თქვენ რო აი ამ უბედურებას გადიხართ რა ხდება ბანკში აი იქით პარტნიორებთან რა ხდება აი ამ ამერიკელ პარტნიორებთან რომლებიც წავიდნენ ნახეს ის რეალობა რაც შეხვდნენ ბატონადეიშვილს შემდეგ რაღაცაზე შეთანხმდნენ ვითომ მაგრამ ნუ არა ნოცხადი რა ქმედებები იყო იმათი მხრიდან თუ იყო და ფიქრობდნენ რომ ნუ ამირანი რამენაირად თავს დააღწევდა ციხეს და მე ნუ რაღაცას გავასაჭირებდით გავაკეთებდით თუმცა ისინი როცა ჩამოვიდნენ 51%-ის ფლობელები იყვნენ და მათ უფლება ჰქონდათ სადაც იყვნენ იქ ჩაეტარებინათ კრება ჩაატარეს კრება და თავისივე ერთ-ერთი წარმომადგენელი დანიშნეს ბანკის დირექტორად რაც კანონითაც ესია გაწერილი და დროებითი ფუნქციონირება გააგრძელა? არა, დროებითი ადმინისტრატორი შემოიყვანეს, რაც ასევე კანონის დარღვევა იყო, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კომერციული ბანკის, იმიტომ რომ იმისთვის რომ დროებითი ადმინისტრატორი შემოიყვანო, მთელი რიგი ღონისძიებებია ჩასატარებელი და აი ბოლოს თუ არაფერი არ ხერხდება და ეს ბანკი ისა ნუ მე გადახავთ უკვე სანაციის რეჟიმში. მაგრამ ესენი არა, თავიდანვე პირველსავე დღეს შემოიყვანეს დროებითი ადმინისტრატორი და ვინ იყო ამ დროს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი იყო ვიზარ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო მანაგაძე. მათ რა თქმა უნდა დავალება ეს უკვე სააკაშვილიდან მიღებული კონდათ როგორც ვიცე-პრეზიდენტებს ზედაყრელობის ამას აყურს მონიტორ. ყველას უკვე ეს სქემა იყო შედგენილი როგორ უნდა გაენადგურებინათ ბანკი. ეხლა რატო აწყობდათ ერთ რაღაცას კითხავთ კიდე ბარემ და მე აი გააგრძელეთ ალბათ მაგასაც ეხება. მათ ხო არ ქონიათ ამ პარტნიორებს ხო არ მიუმართავთ ამერიკის საელჩოს თვის იმისთვის რომ აი ჩვენ თქვენი ქვეყნის მოქალაქეები რომლებმაც აქ ინვესტიცია განვახორციელეთ ბანკით ამ ბიზნესით დავკავდით აი რამე ხო არ იყო იმათი მხრიდან მსგავსი მე მაგასთან დაკავშირებით გეტყვით ესეთ რომ აი რატო მე ვფიქრობ რომ მაინც ეს აუცილებლად უნდა გამტყუნებულიყავით ჩვენ ეს აუცილებლად ეს იმიტომ რომ ეს იყო პირველი საქმე ფულის გათეთრების დეპარტამენტის შექმნილი იყო ამერიკელების მიერ მათ ძალიან დიდი ფული ჩადეს ამ დეპარტამენტის შექმნაში და ასეთი რამე ხდება როცა სასამართლო პროცესები იწყება ჩემი ამერიკელები სულ ესწრებოდნენ ამ სასამართლო პროცესს ბატონო არა რომელი ამერიკელები ესწრებოდნენ აი ეს მონიტორინგის სამსახურის შემქმნელები და არ ვიცი მე ახლა საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ თუ იმ საელჩოში მუშაობდნენ მაინც მე ამას ვერ გეტყვით მაგრამ ნამდვილად ამერიკელები იყვნენ ესენი იმიტომ რომ როცა ესა შემოვიდნენ და ჩემი მეუღლე ყურადღებით აკვირდებოდა მათ ყველაზე მეტად და გრძნობდა რომ მათ აი როცა ჩვენ რაღაცა ამ ამბებს ყვებოდით თქვა ცუდ რაღაცებს დოკუმენტები განადგურებულია რომ ჩვენ არ გვაძლევენ დოკუმენტებთან დაშვების უფლება არ აქვს ვერაფერს ვერ წვდომა არ აქვს არც ერთ დოკუმენტზე რომ თავი დავიცვა და ასე შემდეგ ასენი ძალიან მშვიდად უყურებდნენ ამას ყველაფერს და მე შუამდგომლობა დააყენა ჩემმა მეუღლემ და მოსამართლეს სთხოვა რომ თუ შეიძლებაო რომ მეო მიმართო ამერიკელებსო ინგლისურათო და
დართო მოსამართლე მამის უფლება და მე ხა ინგლისური არ ვიცი რა ვყვებოდა ზუსტად ვერ მოყვები, მაგრამ ყველაფერი ის მოყვა, რაც ხდებოდა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. მათ რეაგირება ამაზე არ ქონიათ სასამართლო პროცესზე, მაგრამ პროკურორი წამოხდა და მოსამართლეს აი ესეთი ბრძანებულური ტონით ეუბნება, რომ მან უწოდაო ნაციონალურ მოძრაობას მგლების ხროვაო და კეთილინებეთო ესო რა ქვია ბრალდებულიო გაგდეთო სასამართლო დარბაზიდან უნდა აღარ მივცეთო სასამართლოზე დასწრების უფლებაო. მოსამართლემ დაფიქრებული იყო რა გაეკეთებინა არ იცოდა და მე უთხრა რომ მე თარჯიმანი არ მყავსო და არც ინგლისური არ ვიციო, ამიტომ შენი ნათარგმნო ვერ დავეყრდნობიო მეო და ამჯერად ვერ გავაგდებო, მაგრამ ვითომ მე ჩემი უღლეს გაუბრაზდა რომ მეორეჯერო ესო არ დავინახო რომ შენ სასამართლო პროცესზე ასეთი რამე იკადროო და ჩემ მეუღლემ უთხრა რომ მე ამას ყოველდღე გავიმეორებო უთხრა. ხო და ყველგან სადაც კი მოუხდებოდა სასამართლოზე სუნგლების ხრობას ეძახდა მათ. ხო, აი ესეთი იყო ციხის პირობების. ეხლა რაც შეეხება რაც ბანკში ჩაიდინეს მათ დანაშაულები. აი რამდენი დარღვევა ჩაიდინეს, გარდა ისა რომ ეს წერილები რომელიც საზღვარგარეთიდან მოვიდა არ გაგვაცნეს, საქმეში არ ჩადეს და ჩვენ არც ერთ აი ამ მტკიცებულებაზე ჩვენ ვერან ერთადერთი ვიცოდით რომ არსებობდა, ეს იყო ლეგალიზებული საბუთები, რომელიც ბანკში ნამდვილად იდო და ამასაც არ გვაძლევდა არავინ. მინდა ვილაპარაკო მოწმეებზე, როგორი ზეწოლა იყო მოწმეებზე. ამას ადასტურებს თვითონ პირველი საოლქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნოზაძე, როცა გადადგა ის დაკითხეს მე ვნახე ბატონი დავითი და უთხარი რომ ხო არ გექნებათ სურვილი მეთქი რომ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს თქვენ ჩვენება მიცეთ მეთქი და მან დამთანხმდა და მითხრა ოღონდ განცხადება დაწერეთ თქვენ, მე სიამოვნებით მოვალო და ესეთი რამე მითხრა რომ ქალბატონო ნანაო, მე როცა მოსამართლეობიდან გადავდექ, სულ ორი საქმე წამოვიღეო. ერთი თქვენია და კიდე ერთი ვიღაც ისი დაასახელა და დღემდე სულ ამ საქმეს გახსერხებულს ვათვალიერებოდა იქნებ რამე გამომეპარა, იქნებ მართლა დამნაშავე იყავით რამეშიო, ან თქვენ არ თქვენი მეუღლე და ძალიან მწუხვარო რომ ჩემს მე რაღაცა წვლილი მაინც შევიტანე თქვენ ამ უბედურებაში და რა იგულისხმა მან აი ეს რომ მაწუხებს მთელი ცხოვრებაო და ძალიან განვიცდიო ამას რომ როდესაც საბრალდებო დასკვნა შევიდა საოლქო სასამართლოში პირველ ინსტანციად იხილავდა ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ რთული მუხლები იყო განსახილველი და მოსამართლემ გამწესრიგებელ ხსნომაზე მას უკან დაუბრუნა პროკურორებს საბრალდებო დასკვნა და უთხრა რომ საბრალდებო დასკვნას ადეიშვილი ხელს არ აწესო და კეთილინებეთო წადი და მოაწეროს მან ხელიო, ან მისი არ ყოფნისასო მოადგილემ რომელიმეო, მე ისე საქმესო არ მივიღებ წარმოებაშიო და ამასაც მე ახლა უნდაო წარმოებაშიო რომ არ ვიღებო, ეს ამას უნდა ვაფორმებდეო და არ უნდა გაძლევდეთ ჩანს რომ ხელმოწერილი ხელახლა მომიტანოდო. წავიდნენ და მიუხედავად ამისა მაინც არ მოიტანეს ადეიშვილის ხელმოწერილი, რაღაცა ოქროაშვილს ვითომ ბრძანება ჰქონდა გამოცენილი რომ ეს ახალი დეპარტამენტი რომელიც იყო, ამისი საქმიანობა გამიჯნული უნდა ყოფილიყო, ეს ბრძანება აქაც ამაქვს, რომ შეეძლო ნებისმიერ პროკურორს მოეწერა საბრალდებო დასკვნაზე ხელი და ბოლოს კი დათანხმდა ეს მოსამართლე, იმიტომ რომ ხდებოდა რომ უკვე ძალა აღარ ყოფნიდა ამისი ეტყობა, იმდენი ზეწოლა იყო მასზე და დავით ნოზაძე და ისა რა ქვია უთხრა რომ ესაო მეო მაინც გეტყვიტო ჩემასო, ხა კი ვიღებო ამასო წარმოებაშიო, მაგრამ რომ ისა მე ასეთი არც ბრძანება მაქვს მიღებული და არც ერთ მოსამართლეს არ აქვს ასეთი ბრძანება მიღებულიო. ანუ ესო ეხლა ახალი რიცხვითო ესა ძველი რიცხვითო გააკეთეთ რაღაც ახალი ბრძანება, მაგრამ ეგრე იყოსო კარგიო და ესა დაიწყო სასამართლო განხილვა. პირველივე გამწესრიგებელ ხო არა ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა ისე რომ ორმა ბანკის თანამშრომელმა ჩვენება შეცვალა. არა და მაგ დროს უკვე მიღებული იყო კანონის 372 პრიმი მუხლი, რომელიც თუ ჩვენება შეცვლიდი პატიმრობა ხო მოხდებოდა, მაგრამ იმიტომ რომ ესენი პირველი აი როცა პირველადად დაიკითხენ, მაშინ ეს მუხლი ჯერ მიღებული არ იყო, ამათ არ ეხებოდა. ანუ კანონს უკუძალა ხო არა, ამიტომ მათი
დაჭერა არაფრით არ შეიძლებოდა და ამ მოსამართლემ ამათ შესახებ ესეთი რამე გააკეთა, რომ უთხრა რომ მეფიც არ გადებინებ, იმიტომ რომ შენ უკვე საპროცესო გარიგება გაქვს დადებული და არ გეკუთვნის ფიცის დადება. რაც რეალობა ის ილაპარაკეო და ესენი გათამამდნენ ეს ორი ბანკის თანამშრომელი და თქვენს რეალობა რაც იყო და ესენი ყვებიან რომ ხო დავით ნოზაძე ეკითხება რომ აი თქვენო აღიარეო შულო შენო ბრალიო რომ მეო დანაშაული ჩავიდინე ფულის გათეთრება რაღაცა მithვისება ეს ის და როგორ ხდება ეხლა იძახი რომ მე დამნაშავე არა ვარო რატო გააკეთებეკო და ეს იმიტომ გავაკეთება ბატონო მოსამართლეო ჩემიო წამებისო მოკლე გზა იყო დამთავრებისო მოკლე გზა იყო რომ საპროცესო შეთანხმებაში რა ეწერა ისიც კი არ ვიციო ხელი მოვაწერე რომ გამთავისუფლებულიყავიო იგივე თქვა მეორემაც ხო და ეს პროკურორები ისევ გაბრაზდნენ ამ მოწმეზე და დაიწყეს მისი დაჭერის პროცედურები. ანუ საჭირო იყო ეს დაკითხვის ოქმი, როგორმე გაეტანათ სასამართლოდან. არა და კანონით დაკითხვის ოქმის აღება არ შეიძლება სანამ სასამართლოს სომის განხილვა ბოლომდე არ მივა. და როცა სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მეიშვილი თუ მაიშვილი ვერ ვიხსენებ ახლა გვარს მეიშვილი ხო დაუბარებია ეს მოსამართლე და უთქვია რომ აი ამ ბიჭისო რომელიც დაკითხეო შენ დღესო იმისიო კრების ოქმი მომეწიო და იქ ფიცი ძადებაც გააფორმეო და ამ მოსამართლემ უარი თქვა ამას არ გავაკეთებო არა ვითარ შემთხვევაში ეს კანონის დარღვევა და ისევ ნოზაძე არ გავაკეთებო უთხრა კარგიო და მე აღმოჩნდა რომ გვერდისავლით ალბათ ამ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ რაღაცა გვერდისავლით მოახერხა ამ კრების ოქმის გამოტანა მოსამართლის ოთახიდან ალბათ მე არ ვიცი როგორ და რანაირად იმიტომ რომ ეს ბიჭი დაიჭირეს და ამის შემდეგ ჯანყარაშვილი იბარებს მოსამართლეს და პროკურორი იბარებს პროკურატურაში მოსამართლეს და ეუბნება რომ შენ ახლა აქ უნდა შეცვალო რომ ფიცი დადებული აქვს უნდა შეცვალო რომ ესე იგი მან ფიცი დადო და ამიტომ დაარღვია 371 მუხლი და ასევე რომ კრების ოქმიო შენი მოცემულია და ხელი მოაწერე კრების ოქმზეო არავითარ შემთხვევაში არ ვიზამო ამასო ამ მოსამართლემ თუ გამოვიდა იქიდან და მე ჩვენებას აძლევს რომ იქო ჯანყარაშვილის გარდა კიდე ვიღაცა იყო და მე ამაზე არაფრით არ დავთანხმდიო მე დამირეკა მე ამ ოჯახის თანამშრომლის ვინც დააკავეს დედამ და მითხრა რომ ესეთი ამბავიაო დააკავესო და რა ვქნაო როგორ მოვიქცეო არ ვიციო არაფერი არ მესმისო თქვენ საქმესთან დაკავშირებითო ხო და მეუთხარი ხვალ სასამართლო პროცესია მეთქი და შუამდგომლობას დავაყენებ რომ დააყენა ჩემ ადვოკატმა შუამდგომლობა უთხრა ბატონო მოსამართლეო თქვენ უნდა გადადგეთო და რატომ უთხრა რაზე აყენებ იმიტომ რომ თქვენ ოქმი მიეცითო პროკურატურას და თქვენი მიცემული ოქმის საფუძველზეო ესე მოხდაო და ამ მოსამართლემ აი მაშინ გაიგო ჩვენგან რომ მისი გვერდისავლით მოხდა ამ ოქმის გატანა სასამართლოდან უთხრა რომ მე არ მიმიცია არავისთვის მიუხედავად იმისა რომ მე დაბარებული ვიყავი და არაფერი ზედმეტი მეტი არ თქვა სასამართლოზე ეს მე უკვე ქართული ოცნების შემდეგ უკვე რომ დაიკითხა და ისა და მეც მომიყვარო აი ეს არ უნდა მიმეღო მე დამიბარა ჯანყარაშვილმა და ესე გააკეთა და ეს ყველაფერს მე მიყვება მე და მე ვთხოვე რომ აი თქვენ რაც მიგაჩნიათ საჭიროდ ის თქვით მეთქი იქ მეთქი სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში იქ მოყვა რომ მივედიო უკვე მეორედ რომ ესა რა ქვია ესე ჯანყარაში და ესეთი რამე ხო გააკეთა და მე მოხდაო ესეთი რამეო ეს ყვება რომ დაიჭირესო ჩემიო შვილიო და ესო უკვე მივიღეო ჩემი პირად შურის ძიებათო რომ ჩემზე შური იზძიეთო მასო და დავწერე განცხადება მოსამართლეობის თანამდებობიდან მოსამართლის შვილი დააკავეს იმიტომ რომ თქვენ საქმეზე ჩავუდეს მე მგონი თუ არ ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენას აი ამის შემდეგ რომ დააკავეს ქალაქის პროკურორი იბარებს უკვე თავისი ინიციატივით მოსამართლეს
და ეუბნება რომ შენი შვილი დაჭერილია და რატო ისე ხდებაო რომ შენო ჩვენთან არ ახარო და ჩვენი აზრებიო და რაღაცებიო მოკლედ ხო და ძალიან კარგად უწერია იცით ბატონ გურამსკი მე ვაჩვენე მოსამართლის ჩვენება ბოლო ეპიზოდია მინდა რომ წაგიკითხოთ აი ეს მე ესეთი რამ არ ამგონია რომ რომელიმე საქმეში საერთოდ იდოს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს საზოგადოება მიწოდეს რას წერს მოსამართლე ზოგადად აი ასეთი ზეწოლების შედეგად ესე იგი კითხვას უზავს უკვე სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში პროკურორი რომელ წელს ხდება ეს ქალბატონი ეს ხდება უკვე 2017 წელს 17 წელს ყოფილი მოსამართლე დიახ ეს უკვე მოსამართლე აღარ არის და გადამდგარია უკვე დიდი ხნის და ის გადადგა 2005 წელს ყოფილი მოსამართლე რომელსაც შვილი დაუკავა ეს სააკაშვილის რეჟიმმა იმიტომ რომ თქვენ საქმეზე ცდილობდა როგორც ეს მოსამართლის შეეფერება და უწერია კანონში ჭეშმარიტების დადგენას ეს არაპატიეს დიახ შემდეგ უკვე ხელისუფლება რო შეიცვალა მოხდა ამ ყოფილი მოსამართლის დაკითხვა გამოკითხვა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში და თქვენ გვიკითხავთ მის ჩვენებას ხო ასე აბა გისმენდია და დანარჩენზე ახლა მოწერდება და ესე იგი მოსამართლე დავით ნოძაძის დაკითხვის ოქმიდან ამონარიდი კითხვა დავით ნოძაძეს უკავშირდება თუ არა თქვენი პირადი განცხადება მოსამართლის უფლებამოსილებიდან გათავისუფლების თაობაზე ქადაგიშვილების ბრალდების საქმეს და ხომ არ მიგიღიათ აღნიშნული გადაწყვეტილება ზეწოლის დაშინების ან იძულების საფუძველზე პასუხი ჩემი პირადი გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განპირობებული იყო არა მხოლოდ ქადაგიშვილების ბრალდების საქმის განხილვით არამედ სასამართლოში ზოგადად შექმნილი ფონით რაც ჩემი აზრით გამოიხატებოდა სასამართლოს სისტემის დაკნინებაში და პროკურატურისადმი მის არაფორმალურ დაქვემდებარებაში ამას დაემატა 2005 წლის ზაფხულის პერიოდში ჩემი აც გარდაცვლილი ვაჟიშვილის ზურაბ ნოძაძის დაკავების ფაქტი, რაც აღვიქვი პირად ზეწოლად და ჩემი დამორჩილების მცდელობად. აქვე აღნიშნა, რომ როდესაც ვაჟიშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით შეხვდი იმჟამინდელ ქალაქ თბილისის პროკურორს გიორგი ღვინიაშვილს ამ უკანასკნელის ინიციატივით საუბრისას მან პირადად მისაყვედურა თუ რატომ არ ვიყავი მათ წრეში, რაც აღვიქვი იმგვარად, რომ ვერ ვიგებდი მათ სურვილებსა და მოთხოვნებს და მოქმედებდი მხოლოდ კანონის ფარგლებში. აი ეს თქვა ბატონმა ნოზაძე. მისი ვაჟი რით გარდაიცვალა? გარდაიცვალა, დიახ. რით გარდაიცვალა? არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ ვიცი ეს ნამდვილად. დიდხანს დარჩა პატიმრობაში ხომ არ იცი? არც ეს არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამდენი ვერ ვისაუბრე ბატონ დავითთან, ძირითადად თვითონ მიხსნიდა რაღაცებს და რაც მე არ მესმოდა, და მიხსნიდა ყველაფერი. გასაგებია, ქალბატონ ნანა, სამწუხაროდ ჩვენ უკვე კითხვა პასუხის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ უკვე სრულფასოვნად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კითხვის დასმის საშუალება უკვე მოგვეცა. ბატონი სოზარი ითხოვს სიტყვას, ბატონი ილია, ვინ არის რიგში რომ ითხრათ უკვე და ასე დავიგეგმოთ, რომ ჩვენ შევძლოთ 9 საათში სხდომის დახურვა. დიახ, მხოლოდ ერთ პატარა იმას დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ პატიმრები იყვნენ, ისინი უკანონო პატიმრებიც იყვნენ, იმიტომ რომ როცა საქმე სასამართლოში წავიდა 2005 წლის 14 მაისს, სასამართლო უნდა დამთავრებულიყო 2006 წლის 14 მარტს და შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა, რომ ესენი უკვე დღეიდან პატიმრები არიანო და უნდა გაუშვათ უკანონო პატიმრებიო, რაც მოსამართლემ არ გააკეთა არაფრით. ხო, კი, გასული 9 თვის მიღმა ისხდნენ 9 თვის მიღმა კიდე საერთოდ 12 თვე იყო იმ დროს პატიმრობის სასამართლო შეტანიდან. სასამართლოში რო საქმე შევიდოდა. ხო, მე ერთი წელი და აი ეს ერთი წელი ის ერთი წელი იყო გასული. ის 9 თვე რო კიდე იყვნენ პატიმრობაში. გასაგებია. კი, გასული იყო. გასული იყო და არ გამოუშვეს. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა ამ საკითხზე მართლა სასამართლო გამოკვლევად ჩატარებული აქვს ახლა კითხვებს არ დავსვამ საზოგადოებას ბევრჯერ მოგისმენია თქვენი საქმე და კარგად ვიცით ეს უმძიმესი ტრაგედია რაც გადაიტანეთ და უმძიმესი ზეწოლება უბრალოდ რამდენიმე ასეთი განცხადება მინდოდა გამეკეთებინა პირველი თქვენ ახსენეთ ზაზა მეიშვილი რომელიც ზეწოლას ახდენდა მოსამართლეზე აბსოლუტურად
აი უფლებაც არ ქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე მithumetes უკანონო ზეწოლას ახდენ და ეს ადამიანი რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე იყო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები რა შეხედულებები შეიძლება კონდეთ სამართალზე საერთოდ და ქვეყნის მოწყობაზე და საზოგადოებაზე. მეორე ქალბატონო თეა უბრალოდ ახლა უსმენდი და ძალიან ბევრი ესეთი ისტორია მოგვისმენია და მე მგონი ცალკე გამოსაყოფი იქნება დასკვნაში ერთი ასეთი თემა ეს არის აი ძევლების ინსტიტუტი თუ რა დავარქვა არ ვიცი აი როგორც შაჰაბასმა მოითხოვა ბატონიშვილები ალექსანდრე და ლევანი როგორც მოითხოვა ქედევან დედოფალი პაატა სააკაძე აი ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა როდესაც ქალბატონი ნანას დაპატიმრება მოხდა იმიტომ რომ მისი მეუღლე ბანკირი იყო და რაღაცა სთხოვდნენ მას. ნორა კვიციანი დააპატიმრეს იმიტომ რომ მის ძმაზე და შულზე იყო ძებნა გამოცხადებული. ჩვენთან იყო ლერი ბერიტაშვილი, რომლის შვილი დააპატიმრეს 14 წლის ბავშვი, რომელსაც 16 წელს აწამებდნენ ეზოში და მამას აყურებდნენ. ბატონო? მე თქვენ გაათავისუფლეთ ამირანი. უდოთი. და მოკლედ აი ეს სასწაული იყო რა ეს ძევლების ინსტიტუტი, ეს ცალკე გამოსაყოფია მე მგონი და ესეთი რამე აი შუა საუკუნეებშიც კი იშვიათად აი ახლა შაჰაბასი იყო ალბათ ეს და რა გამონაკლისებით რომ შუა საუკუნეებშიც კი ასეთ რამეს არაკეთებდნენ ხოლმე და მესამე ასევე თქვენ რასაც ყვებოდით თქვენს მეუღლეზე რომ იქ თქვათ სხვა საპატიმროდან გადმოყვანილი კრიმინალები დაახვედრეს, რომლებიც თხოვდნენ ფულს. ზოგადად ეს ვითომ ბრძოლა რომ იყო სააკაშვილის პერიოდში კრიმინალურ სამყაროსთან, ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან, სინამდვილეში ეს იყო პირიქით, სწორედ ამ კრიმინალური ავტორიტეტებით ციხეების მართვის სისტემა ჰქონდათ შემოღებული და განსაკუთრებით, როდესაც გავხდი სასჯელოსნობის მინისტრი ამისი ბევრი მაგალითი ამოვიღეთ, გვარებს არ ვასახელებ, იმიტომ რომ არ მინდა თქვათ ვიღაცა გახდეს მსხვერპლი, იმიტომ რომ შეიძლება ამას მოხდეს რაღაცა სკლიანი შურისძიებები თვითონ იმ სამყაროში, მაგრამ ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, სადაც გამოჩნდა ასეთი რამე, რომ წელიწადში ორჯერ შეკრებას, რასაც უწოდებდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სხოტკას, აწყობდა ციხის ადმინისტრაცია ნომერ მე-6 დაწესებულებაში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ნომერ მე-6 დაწესებულება გაიხსნა. მოჰყავდათ ყველა დაწესებულებიდან ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები და იქ აძლევდნენ დავალებებს და აი ამითი ხდებოდა ციხეების მართვა. იმ სისასტიკის ზემოთ, რასაც რეჟიმი აკეთებდა. აი ბროდ წარმოუდგენელი ვითარება იყო ციხეებში და კიდევ ერთხელ მინდა შევეხვა იმ მუხაძეს, ალექსანდრე მუხაძეს კილერას, რომელიც ორჯერ იყო დააჯილდოებული სააკაშვილის მიერ და დღეს ეს ადამიანი არის პოლიტიკური ძებნილის სტატუსით უკრაინაში და ზელენსკის ყავს შეფარებული თავისი კალთის ქვეშ. ბატონი ილია. მე რამდენიმე კითხვა მაქვს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ. ძალიან დიდი ძალა არის საჭირო რომ ამ ყველაფერს გაუძლო და ესე დაალაგებულად მოგვიყვეთ რაც დღეს მოვისმინეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ქონდათ თუ არა მცდელობა მედიაში გაგეშუქებინათ რომელიმეში ეს ამბავი ან რომელიმე ჟურნალისტს ან ტელევიზიას თუ ქონდა რამე მცდელობა რომ დაინტერესებულიყო ამ თქვენი ისტორიით. ძალიან ბევრი შემთხვევაში ვარ მე მიწვეული იმედი ლაივში. არა, მე ვამბობ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც. იმ პერიოდში არა, რა თქმა უნდა, არა. პირველი ჩემი გამოსვლა მე როცა სახალხოდ გამოვედი მიტინგზე, მე შინოდა და ამიტომ ვერ გამოვდიოდი სანამ ჩემები ციხეში იყო, თორე მაშინაც არ შევწყვეტდი მე ბრძოლას ამ ხრივ, მაგრამ იმ მიტინგებზე სადაც მე არასოდეს არ გამიცდენია არც ერთი მიტინგი, ბოლოს გამოვედი აი სააკაშვილი რომ დაიჭირეს ჩამოსული არაჟნებით
მაშინ უცებ გამოცხადდა ტელევიზიით, რომ აი შევგროვდეთ რუსთავის ციხესთანო და არ ვიცი იმდენი ხალხი შეგროვდა მაშინ და პირველად მაშინ მივიღე მონაწილეობა და გამოვედი სიტყვით. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც თქვენზე იყო ეს ზეწოლა, თქვენი მეუღლე რო ციხეში იყო, თქვენი შვილიც რო გააკავეს, არც ერთ ტელევიზიას პირიქით ეს რა ქვია შემომითვალეს რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა რომელიც დარჩენილი მქონდა ერთადერთი ბინა დიღმის მასივში იმას არ ჩამოგართმევდო და მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზე იმიტომ რომ კარგად ვიცოდი რა გააკეთეს გიორგი რაგვარია ის ბავშვი რო დაიჭირეს ხო და ვერ ვენდობოდი მათ ასე ვთქვათ რომ იქიდან საქმე გამომეტანა თანაც ისეთი საქმე იყო რომ რატო უნდა გამომეტანა საქმე ვიცოდი რომ ეს საქმე არ წაიგებოდა და არანაირად და მაშინ როგორც კი უარი შევუთვალე რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შემოვარდნენ ჩემს სახლში აღსრულების ბიუროსთან ერთად გამომასახლეს იმ სახლიდან ჩემი 4 მცირეწლოვანი შვილიშვილთან ერთად ზამთარია 17 იანვარია და შეასახლეს გეტყვით ახლა ვინ შეასახლეს რატიმ გელაძე რომელიც აღმოჩნდა თქვენ სახლში შეასახლეს? ჩემს სახლში შეასახლეს რატიმ გელაძე, რომელიც აღმოჩნდა გდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი. მას ერთლარად გადასცეს ჩემი ბინა. ეს არის უკვე აი თქვენი ქართული ოცნების მოსვლამდე რამოდენიმე თვით ადრე. ეს არის 2012 წლის იანვარი. როდესაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს აღსრულების ბიუროს, ეს ის დროა. ხო. კი. ეხლაც ის არის იმ სახლში? დიახ, ეხლაც ის არის იმ სახლში. და აი ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრძანება რო გასცა, ამ ბრძანებაში არც იყო ეს ჩემი ბინა მოხსენიებული, ეს მერე გახდა ცნობილი, როცა მე ვიჩივლე ამასთან დაკავშირებით პროკურატორში უკვე ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ და დავარწმუნე პროკურატურა, რომ სამოხელეო დანაშაულია, თანაც მრავალჯერადაც ჩადენილი და რომ გამოიწვიოთ ეს საქმე და მართლაც გამოძიებული იქნა ეს საქმე და აღმოჩნდა აი რა. გარდა იმისა, რომ ჩემი ბინა აქ ერთლარად მიცემული მას, ამის გარდა 5 მილიონი დოლარის ქონება აქ მიცემული თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა 5 მილიონი დოლარი აქ ანგარიშდეს ჩარიცხული სავარაუდოდ ფულის გათეთრების მიზნით. ანუ ის საკმაოდ კიდე ბევრ სხვა რაღაც მწივე დავალებებს აძლევს და გარდა მიყურადებისა და რუასმენ და პატიმრებს. და ამოსინდისობის ჩამდენი იყო და გარდა ამისა ეს პიროვნება გასამართლდა მეგის ქარდავასთან ერთად პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილეა. წარმოიდგინეთ თქვენ ამ ადამიანს აძლევს ერთლარად ჩემ ბინას. მაგრამ მე როცა საჯარო რეჟიმში მივდივარ და ვთხოვ რომ აი ამონაწერი მომეცით, ამონაწერს მაძლევენ, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულებას არ მაძლევენ. მთელი აი სანამ ქართული ოცნება მოვიდო და იოსელიანი იყო რაგვარია ესაც თუ სწორად მახსოვს გვარი საჯარო რეესტრის უფროსი და ნუ იმის კაბინეტთან დავიდე მოკლედ იქ დილას მივდიოდი საღამომდე არ მოვდიოდი და ნუ იმდენად გაღიზიანდა ჩემი ჯდომით რომ კაბინეტის კარები რომ გამოღებული იყო ერთხელ მითხრა მომაძახა რომ არ არის ნასყიდობის ხელშეკრულება გაიგე და დამანებე თავი მეო არ არისო რა გინდა ჩემგანო შენ სადაც გინდა მოძებნეო ჩემთანო საჯარო რეჟიმში ეგ არ არისო ნასყიდო მე ეს ყველაფერი უთხარი დიმიტრი ქუმსიშვილი უკვე როცა ქართული ოცნება მოვიდა და ზუსტად იმავე დღეს როცა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმიღო ეკონომიკის სამინისტროში იმ დღეს შემოვიდა ის პროკურორი ვინც ამ საქმეს ერთლარიანი საქმეს იძიებდა და ჩემი აღძრის საფუძველზე საქმის აღძრის ჩვენების საფუძველზე და ეს რა ქვია აღმოჩნდა იქ ძალიან უცნაური რამე რომ ერთი თანამშრომელმა თვითონმე გააღო სეიფი ქონია შეეშინდა რომ პროკურატურა შევიდა ამოიღო რაღაც საბუთები და მის უფროს გადასცა თუ ამ პროკურატურას გადასცა ეხლა მე დეტალები არ ვიცი მაგრამ მე იმ დროს ქუმსიშვილის კაბინეტში ვერ და ვიღაც ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი შემოდის და ეუბნება ესეთ რამეს ბატონ დიმიტრის რომ საოცარი რამ ხდებაო ესე იგი აი ამ ქალბატონისო ბინის გასხვისების ნასყიდობის ხელშეკრულებაო ამ სეიფში დევსო და დევსო ქართული ოცნების ბანკი ქართულ საბუთებიო ეს ორი საქმე რატო დევს ერთად თუ არ ვიციო
სხვათა შორის მე დღემდეც ეჭვები კი მაქვს რაღაცეები, მაგრამ ნუ რაღაც ძალიან ცუდ საქმეს აკეთებდნენ ალბათ ამ პიროვნების მეშვეობით. რახან ეს ერთლარად გასხვისება არ უნდათ რომ გამოჩენილი იყო და მთელი ეს ქონება მასზე, იმიტომ რომ თუ ეხლა სერგო ცესროძის მკვლელობის თანამონაწილეა, ღმერთმა იცის კიდე ვისი მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომ მისი ესაბუთები ეკონომიკის სამინისტროს რომელიღაცა თანამშრომლის სეიფში ინახებოდა ეს მინდოდა. ხო, ასევე იცით რა მინდა თქვა, ბარემ ახო თქვენ ბრძანეთ მეორე კითხვა. თქვენ პროფესია რა არის? მე ქიმიკოსი ვარ, ინჟინერ ქიმიკოსი. აი. ახლის ადამიანს რომელსაც იურიდიული განათლებასთან არანაირი შევი არც საბანკო საქმეში. ესე იგი ისეთი მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ მოუწია საბანკო სფეროში გაყრა. მოუწია იურიდიული განათლების მიღება და ბევრ ალბათ იურისტს შეშურდება ისეთ დონეზე ყველა კანონების შესწავლა, ყველა ნეტავი ჩემი თანაშემწე იყო. ბრძანებების მოკვლევა და რომელი კანონი რეგულირდება და ასე შემდეგ. იმის მაგივრად, რომ ისი ამონოს თავისი შვილებით, მომავლით, ოჯახით. აი ესე გაუმწარდა ცხოვრება, გაუბედურდა ოჯახი, შეეცვალა მომავალი და დღეს აი ამის მოსმენა გვიწევს, საზოგადოებას უწევს ამის მოსმენა და არ ვიცი როგორ შეიძლება ამას ესე იოლად ამ ყველაფრის გააზრება, ამ ყველაფერზე დაფიქრება და ამიქედან დასკვნის გამოტანა არ შეეძლოს ადამიანს, რომ ეს იყო უმძიმესი პერიოდი, უმძიმესი დღეები გადაიტანეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ადამიანებმა, რომელთაც საერთოდ ალბათ არც უფიქრიათ, რომ მათი ცხოვრება ამ მიმართულებით განვითარდებოდა. მადლობა თქვენ ბატონო ილია. ბატონი გურამი. კაპტონანო, თქვენ ახსენეთ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტია თქვენ გქონდათ იქ საქმე. ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოება მიცოდეს, რომ თქვენი რაც გარდაცვლილი მეუღლე და ასევე ვაჟი, რომლის მიმართაც გქონდათ ბრალდება აბსურდული, რასაც ქვია ფულის გატარება, ამ მიმართულებით რო იცოდეს საზოგადოება, მოხდა რეაბილიტაცია? ჯერჯერობით არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გავლილი ვართ მე კიდევ 160-იანი საქმეა და ძალიან თან ახლა იცით როგორ არის თითო პროკურორს იგაი ძალიან ბევრი საქმე აქვს რა. და ეხლა მარტო ჩემ საქმეზე ხო ვერ დაჭდება მე მესმის ეს ყველა ხე მე მინდა რომ ყველა პერიოდზე მოხდეს, მაგრამ ესე ხო არ ხდება ცხოვრებაში არა. ანუ საქმე საზოგადოებამ რო იცოდეს მიდის და ასე ვთქვათ 80%-ზე დაჟე მეტი გავლილი გვაქვს უკვე. გავლილია ეს პერიოდი რო იცოდეს. მნიშვნელოვანია ხა ეს ფაქტორი რა თქმა უნდა. გავლილი გვაქვს ესა და მნიშვნელოვანი კიდე ერთი რამეა რომ მე ბევრ რამეს რასაც ვერ ხვდებოდი ამ პროკურორმაც ბევრი რამეში გამარკვია და ხელი შემიწყო რომ ბევრი რამე კიდე სხვანაირად გამეგო რასაც მე ჩემით ვერაფრით ვერ მიხვდებოდი. საუბარია დღევანდელ დეპარტამენტზე პროკურატურაში. ლაპარაკია ახალი გარემოებები რა არის. კი გარემოება გახდა საქმის გადახედვის ჩემი უმცროსი ვაჟი რომელიც მიმალვაში იყო ჩამოვიდა მან გააგრძელა ესე იგი მას 22 წელი ახალი შეკრებითობით მიუსაჯეს როგორ იკადრეს, იმიტომ რომ ეს კანონი მას არ ეხებოდა შეკრებითობის კანონი და 22 წლის მიუსაჯეს პირველი ინსტანციით, მაგრამ რო ჩამოვიდა და ეს პარლამენტმა რო აღიარა პოლიდევნილად ისა რა ქვია, მან გადაწყვიტა რომ აპელაციაში გაეგრძელებინა სასამართლო. იმიტომ რომ თქვა რომ ეხლა მე რო თქვა რომ აი ამინისტია შემახეს და ისა ამას მე არ დაუშვებო, მე მართალი ვარო და გავაგრძელებო და მოიგო მართლაც სასამართლო პროცესი გიორგიმ და ეს გახდა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში ახალი გარემოება. მაგრამ გარდა ამის ახალი გარემოება იქ სხვა რამეებიც აღმოჩნდა, რაც ჩვენ არ ვიცოდით. მაგალითად აღმოჩნდა ის რომ ჩვენი ანგარიშები თქვა არ ქონდა რაქვე შესწავლილი პროკურატურას, რომ არ იყო კანონების სწორად გამოყენებული. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 52 მესამე მუხლი საერთოდ ჩვენი დანაშაულის დროს არ არსებობდა და მათ ეს მუხლი გამოიყენეს ქონებების ჩამოსართმევად და რა ვიცი, ათობით ქონება ჩამომართეს. ყველა ქონება უხრად დარჩა ქალბატონო თია, სულაც არ დავდო ქონებას, მაგრამ ჩემი შვილი ზუდა ქმარი ცოცხალი ყოფილიყო, თორე ქონებას რა თავში ვიხლი, მაგრამ მაინც უკანონოდ რატომ მართმევ ჩემ
თანაც ისეთი ქონებები ჩამომართვეს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო შეძენილი. წარმოიდგინეთ, რამხელა უსამართლობა იყო და ჩამომართვეს 50 სისხლის სამართლის კოდექსის 52 პარაგრაფის 3. ეს არის პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა 52 მუხლის, არის ევროკონვენციის დარღვევა მე-7 მუხლის პირველი ნაწილის და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 პირველი ნაწილის დარღვევაც არის. ასეთი მუხლი ბევრია საქმეში, მაგალითად 371 მუხლი, რომ გვიანი იყო ესეც მიღებული, ასევე მაგალითად 100 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ რევიზიამ რო შემოვიდა და დაწერა რევიზიის აქტი, მას ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა და ამას ვითხოვდით თქვენ, აი მოკლედ ყველაფერს აკეთებდა ჩემი მეუღლე, რომ აი როგორმე ექსპერტიზა ჩატარებულიყო. ჩვენ ბოლოს ვთქვით, რომ ჩვენ თვითონ ჩავატარებთ, არა ამაზედაც არ დავთანხმდეს, არა და თუ ექსპერტიზა ჩატარებული არ არის, ეს მტკიცებულებად ვერ გამოდგება. კი ბატონო, ქალბატონო ნანა, გაწყვეტინებთ მაპატიეთ, გაეცით ბატონი გურამის კითხვას. კი, ანუ პრაქტიკულად თქვენ რაც თქვით, ანუ ბოლოსკენ არის ეს რეალურად თქვენი სამართლიანობის აღდგენის პროცესი პროკურატურაში. ვაჟი გამართლდა, როგორც ითქვა, გამართლდა, პოლიტევნილი სტატუსი მინიჭებულია და მიმდინარეობს პროკურატურაში სრულდება განაჩენის საფუძველზე მიმდინარეობს და სრულდება გამოძიება. ბატონი თენგიზი, ბატონი ალუდა. მოგესალმებით, მას მოგახსენეთ მობრძანებისათვის, ვიცი რომ რთულია ამის ხელმეორედ გავლა თუნდაც მოსაყოლად. ამ სამართლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ჩვენი დასკვნისთვისაც, მაგრამ ასევე ქონებრივ ნაწილს, რომელსაც მართალი ბრძანდებით, როდესაც ასეთ დანაკლისს გაიცდი ცხოვრებაში, ამას მნიშვნელობას არ ანიჭებთ, მაგრამ არც ესაა საქმე რა. თუ სახელმწიფო ვართ, ყველა მიმართულებით უნდა აღდგეს სამართლიანობა. ეხლა აი ამ სახთან დაკავშირებით და სხვა ქონებებთან დაკავშირებით რამე საქმეები გააქვთ, მიმდინარეობს ეს დავები, ან ელოდებით პროკურატურისა და მე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ ესე იგი სამოქალაქო დავა როგორც ამიხსნეს იქ საქმის გადახედვის შემდეგ ცალკე შედისო. სამოქალაქო დამა და აი მე უკვე თქვენ რომ გამართლებულები იქნებითო, ამის შემდეგ უკვე სამოქალაქო დავა. ეს მოგცემ საფუძველს რომ მე უკვე შეიტანო. და იქ მნიშვნელოვანი ქონებები იყო, რა თქმა უნდა და ესეც ერთ-ერთი ის იყო საკითხი სხვათა შორის, როცა ოქრიაშვილის სტატიაზე მიჭერდა სანამ აი ნაციონალები მოვიდოდნენ რომ მაგათ ქონებას წავართვენ, გაზეთებში წერდა ამას და სულ მიკვირდა როგორ უნდა წამართვა ქონება მეთქი და თურმე გზები არსებობდა და იცოდნენ როგორ უნდა წაგვერდიან. იმის გამოთქვაო რომ მიუხედავ იმისა რომ ამ ქონებები თვითონ იყვნენ დაინტერესებული და როგორც ის მეორე ხარისხოვნად მიგაჩნიათ სახელმწიფოსთვის ეს არაფრით არ შეიძლება იყოს. იმიტომ ქონებრივი უფლებები ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა მოქალაქის და ის ყველა შემთხვევაში დაცული და აღდგენილი უნდა იქნას. ერთ-ერთმა ბატონო ქონებები არა გასხვისებულია ქონებები. ნაწილი არა. აი ეს სახლი გასხვისებულია მაგრამ დაღადაღებული არის? კი, მე დავუყადაღე. კი, დავუყადაღე მე და მაგის გამო სხვათა შორის მისმა მეუღლემ კინაღა მცემა. როგორ გავბედე და როგორ დავუყადაღე ჩემი სახლი. არა, თქვენ არ დავუყადაღებია. თქვენ უბრალოდ შუამდგომლობა შეიტანეთ და უყადაღა სასამართლოს. კი, მოსამართლემ ყოფილი. ასაგები ასე რომ წავიდეს ლიქიდატორს. კი, როგორ არა. ბატონი ალუდა. ბანკს რა ბედი ეწია ქალბატონო? გაუქმეს ლიკვიდაციაზე გაუშვეს იმ მიზეზის გამო, რომ მათ არ აწყობდათ ამდენი დარღვევები. მათ რაც ჩაიდინეს ბანკში, ეს არ უნდა ყოფილიყო და გაუქმეს ეს ბანკი. არ აწყობდათ რა შუაში? ფული არ გადავიხადეთ. რომელ წელს? ესე იგი, პროკურატურის შემოსვლიდან 2 თვეში გაუშვეს ლიკვიდაციაზე. და როდის დასრულდა ბანკის ლიკვიდაცია? იმიტომ რომ ხანგრძლივი პროცესი არის. მე მგონი 2007-ში დასრულდა. 2 წელი მოანდომეს ალბათ, ხო? კი, ხო, მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვინ იყო მაგ დროს? მანაგაძე იყო მაშინ. არ მგონია 2 წლის მერე რომან გოცირიძე. გოცირიძე იყო, დიახ, გოცირიძე. ბევრს რო ლაპარაკობს ეს. კი. ესე იგი და ადამიანობაზე. ესე იგი რაზე არის საუბარი, რომ პროკურატურა რო შემოვიდა თქვენთან, შემოვიდა პროკურატურა. შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ჯერ დროებითი ადმინისტრაციამ, ესე იგი, ყველა ეს კვლევები კონტროლი რაც იყო, ამ დროს დროებითი ადმინისტრაცია. შემდეგ დადეს დასკვნა, რომ არა რენტაბელური იყო და წავიდა უკვე გაკოტრების, ანუ ლიკვიდაციაზე. მესამე კატეგორიის ბანკი.
რისი უფლებაც მათ არანაირად არ აქვს. კარგით, ეხლა ის მაინტერესებს. აი, როდესაც ლიკვიდაციაზე გაუშვეს ბანკი. თუ სწორად გავიგეთ თქვენ თავმჯდომარეს უთხარით, რომ ბოლოს უკვე ჩემს მეუღლეს, ანუ თავში არ ქონდაო არანაირი ასე ვთქვათ, ის არ იყო დამფუძნებელი, არც ნომინალური წილი, არც სხვა რაიმე პროცენტულად, მაგრამ ბოლოს უკვე ქონდაო, თუ არ ვცდები 33% ახსენეთ. ანუ აი ეს რო აგვიხსნათ, ესე იგი, როდესაც ეს რეიდერული საქმის წარმოება იწყება მათი მხრიდან და მოქმედებაზე გადავიდნენ, თქვენს ქმარს ოფიციალური პოზიცია ან ოფიციალური რაიმე სტატუსი ბანკთან არ აქვს. შემდეგ უკვე ეს პროცესები, ანუ შეჯახება მათთან და დანაშაულებრივი რეჟიმთან იწყება და ხდება ამის პარალელურად თქვენი ქმრის მხრიდან ბანკში ოფიციალურად წილების შეძენა, ასეა? არა, წილების შეძენა თავიდანვე დაიწყო, მაგრამ ხან აი ვთქვათ 2% ყიდულობდა ხანს, როგორც საშუალება ჰქონდა, რომ შეეტანა თანხა. და აი ამ 4 წლის განმავლობაში ბოლოს ჰქონდა ისე რომ ერთად იყიდა ეს. არა, ეს გავიგეთ, დიახ. მნიშვნელობა არ აქვს. ხო, აქციები სულ რო ერთი აქცია ფლობდე, პროცესი, როგორც სტატუსი პირდაპირ მაგ აქვს. ანუ მაგას ვკითხულობ, როდესაც თქვენი შეჯახება მოხდა, ანუ თქვენ ახსენეთ, რომ ისინი ხელისუფლებაში არ არიან ჯერ და პროცესი იწყება მანამდე, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ხო ასეა? და ამის პარალელურად თქვენი ქმარი იწყებს ბანკში აქციების შეძენას. მნიშვნელობა არ აქვს 1%-ი კიდე თუ 10. 4 წელიწადში დაასრულა და ეს რომელ წელს დაასრულა საბოლოოდ თქვენი ქმრის მხრიდან? ლიკვიდაცია? არა. როდესაც აქციები იყიდა? აქციები რო იყიდა, ნუ დაახლოებით ესე დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 1 წელი უკვე ქონდა 33% ალბათ. 1 წელი ფლობდა. ანუ ეს ის დრო არის, რომ თქვენმა ქმარმა გამოდის, რომ პირდაპირ ასე ვთქვათ, მათი ქმედებების წინააღმდეგ წავიდა. ნუ დიდი ალბათობით სხვა კოლაბორაციაში მყოფი ბიზნესი ადგებოდა და პირიქით გავიდოდა, იმიტომ რომ როდესაც შეჯახება მოხდა და დაუპირისპირდა სახელმწიფო მანქანას და როდესაც ისინი ამ სახელმწიფო ბოროტების მანქანას მართავდნენ, კარგად იყო ცნობილი რისი გამყეთებლები იყვნენ ისინი, თქვენმა ქმარმა, თქვენმა მეუღლემ დაიწყო პირიქით აქციების შეძენა. ეს ხო პირდაპირ სამიზნე გახდებოდა, ნუ დარწმუნებული ვარ ეხლა. ხო, ალბათ. თქვენ ქმარს ეს გასნობიერებული ექნებოდა, რასთან ექნებოდა დაკავშირებული. კიდე ერთი კითხვა მაქვს. აი ეს უცხოელი პარტნიორები, ვინც ასე ვთქვათ, ძირითადი აქციონერები იყვნენ. როდესაც წავიდნენ საქართველოსდან, თქვენ რო ბრძანეთ რომ გაფრინდნენ. ამის შემდეგ უკვე როდესაც ლიკვიდაციაზე გადავიდა ბანკი, როდესაც იზოლებითი მართველი არის. იზოლებითი მართველი ნიშნავს იმას, რომ იქ სხვა უბრალოდ პანჯარაშიც ვერ შეიხედავს, ხო ასეა? გამოდის, რომ პრაქტიკულად დოკუმენტზე არის მათი, მაგრამ რეალურად მათ არანაირი ასე ვთქვათ, ყველანაირი ქმედება უпростоრად შეზღუდული აქვს, ხო? ამ დროს რა მოქმედებას ახორციელებენ? თქვენ ახსენეთ, რომ ისინი იყვნენ სხვა ქვეყნის მაგალითად მოქალაქეები და ამ დროს მათ ხელთ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ბერკეტები იქნებოდა და რესურსი იქნებოდა სხვადასხვა მიმართულებით და ეს არ იქნა გამოყენებული თუ როგორ მე ვიცი რომ შეხვდნენ ისინი ბურჯანაძესაც. ბატონო? ბურჯანაძესაც შეხვდნენ ისინი, ეს ვიცი ნამდვილად. ეს რა დროს შეხვდნენ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე როცა იყო. არა, ისინი ხო გაფრინდნენ თქვენ რო ახსენეთ? არა, მანამდე სანამ ადეიშვილს შეხვდებოდნენ, ჯერ შეხვდნენ ბურჯანაძეს რო. ესე იგი თანმიმდევრულად რო ქრონოლოგიურად გავყვეთ. ანუ ადეიშვილამდე ადეიშვილთან როგორც ვიცი. ადეიშვილამდე ხვდებიან ქალბატონ ბურჯანაძეს, რომელიც არის პარლამენტის თავმჯდომარე. ამ შეხვედრის შედეგად თქვენ გააქვთ ინფორმაცია რა იმის შედეგი დადგა? არაფერი შედეგი, იმიტომ რომ მე ქალბატონ ბურჯანაძესთან მოგვიანებით მე როცა უკვე მიტინგებს ხვდებოდი მას და რაღაც ამასთან შეკითხვა მქონდა რაღაცები და მითხრა რომ მე არაფრისო გაკეთება არ შემეძლო.
ანუ იმათმა ვინც იმათი პასუხია მნიშვნელოვანი. ხო, იმიტომ რომ ისინი ვიღაცა გავლენიანი ადამიანის მეშვეობით შეეცადნენ ბურჯანაძე ესე არ მიიღებდა. და მე თქვენს იმათმა რომ როგორც ვატყობ აქ კრიმინალური ხელისუფლება არისო და ჩვენ არ გვიღირს კიდე ყოველ კვარტალში 9 მილიონი შემოტანა. აი ნახეთ არაერთ უცხოურ მედიაში იმ დროს თქვენ ეს გემახსოვრებათ და საზოგადოებას ემახსოვრება რომ იბეჭდებოდა სტატიები და ასე ვთქვათ რეკლამირება ხდებოდა რომ საქართველოს ხავს დემოკრატიის შუქურა ხელისუფლება რომელიც არის ოაზისი და ასე შემდეგ და კავკასიაში და მოკლედ და მიბაძეთ მას და ასე ვთქვათ სხვადასხვა ბიზნეს რეიტინგებში საქართველოს წინაურდება ერთი ფანჯრის პრინციპი და ასე შემდეგ და სხვათა შორის ბატონი ადეიშვილის ხვები იწონებდნენ თავს რომ ჩვენ გადმოვიტანეთ მაგალითად იუსტიციის სახლების რეფორმა ასე შემდეგ რომელიც არის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქაც კი რაც ასე ვთქვათ ნაკლოვანებები არის ჩვენთან ეს გამოვასწორეთ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე გავხადეთ და აი ესე ლოზუნგით რომ მთელი ბიზნესმენები სოფლიოს მასშტაბით უნდა დარაზმულიყვნენ და მოსულიყვნენ საქართველოში და აი ამ დროს როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორები რაც თქვენ ბრძანეთ ბანკის აქციონერები არიან საზღვარგარეთ ან უცხოური ქვეყნის მოქალაქეები წამყვანი ქვეყნის მოქალაქეები ამ დროს ან რაიმე სახის სტატია რომ დაებეჭდათ ან სხვადასხვა მედია საშუალებაში ან თუნდაც ტელევიზიით ეთერებით გამოსულიყვნენ რაიმე აქტიური ქმედება გარდა იმისა გასაგებია რომ ბურჯანაძე შეხვდნენ ადეიშვილს შეხვდნენ ეს ქვეყნის შიგნით მაგრამ ქვეყნის გარეთ რაიმე აქტივობაზე გააქვთ ინფორმაცია კი მესმის მე მაგრამ იმდენად შოკირებული ვიყავი მაშინ მაგას ვერ ვაანალიზებდი იცით აი ამას გულწრფელად გეტყვი და ძალიან ბევრ რამეს ისე გამასამართლეს მე რომ საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა მე როცა 11 წელი მიუსაჯეს ჩემ მეუღლეს და 9 წელი ჩემის და მე 5 წელი პირობითი მსჯავრი და გადამახტევინეს გაცილებით დიდი გირაო იმიტომ რომ ციხიდან გამომიშვეს 18000 ევრო და 50000 ლარი რაც არც ბანკის არც ერთი თანაშრომლისთვის არ გაუკეთებია მე არა თანაშრომლის მივხვდი რომ ესეთი მარტივი არ იყო და დავჯექი და მე ვისწავლე ყველაფერი იცით და მე ძალიან მალე წავიდა ჩვენი საქმე სტრასბურგში უკვე თეატროლოგიანმა ალბათონმა იცის ეს, მაგრამ ფიქრობდი რომ ეს უკვე საკმარისი იყო. აი ასე მანდა მაინც და უფრო მეცაც გეტყვით, იცით რა, იმდენად თანხების გარეშე დავრჩით ჩვენ. ამის დაჯერება ალბათ გაგიჭირდება, მაგრამ მე თვითონ და ამირანის გაუგნებული იყო, ისეთი ქონებები იყო, აი ამოსული და დაყადაღებული, რომლის არსებობაც იცით, აი გასაუგნებელი იყო როგორ შეიძლება და მათ ცოდნოდა. ერთი კითხვაც ბოდიში ვიხდი, იმიტომ რომ ჩვენ დრო უნდა დავზოგოთ და სესია გვეწყება. ერთი კითხვაც და ამით ამოწურავ თქვენთან. პრაქტიკულად თქვენთან მოქმედება დაიწყო ეროვნული ბანკის ქმედების შედეგად. სხვანაირად ვერც ერთი უწყება ვერ იზავდა ამას თქვენის კარგად გესმით. ცხადია. ეს უკვე ნიშნავს მაგას რომ ცხადია. პირველი ნაბიჯი იდგმება ეროვნული ბანკის მხრიდან. არაერთხელ მოგვისმენია და სხვათა შორის სწორია დიახ რომ საბანკო სისტემა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასე ვთქვათ მიმართულება და ძალიან სკრუპულოზული მიდგომა ჭირდება. ახლაც წარსულშიც მომავალშიც და ასე იქნება რა ვიცი სანამდე საბანკო სისტემა დაჭირდება ზოგადად კაცობრიობას. აი კითხვა მექნება ასეთი რომ თქვენ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ქმედებები გექნებათ განხორციელებული რომ შეხვედროდით გადამწყვეტ პირს მაგალითად ეროვნული ბანკის ბორდის წევრებს როგორც მინიმუმ თუ არა მის ხელმძღვანელს პრეზიდენტს ხო ესეა და გეთქვათ რომ ბოლო-ბოლო რომ პირველი ხო ეროვნული ბანკის დასკვნის შედეგად ხდება ეს ხო რომ სად არის რა ფული გავათეთრეთ იმიტომ რომ საბანკო სისტემას თუ დაარტყავთ როგორ იქნება ეს ამბავი რომ სხვა ბანკები ამას როგორ აღიქვავენ და საქართველოში ვინ გააკეთებს ბიზნესს ამის ცდილობა გექნებოდათ
არ ქონდათ მცდელობა რომ შეხვედროთ და გექნებოდათ მე ეს დარწმუნებული ვარ და აი თუ შეხვდით და რა იყო პასუხი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი მადლობა მე ესე იგი გირაოს გადახდის შემდეგ გამომიშვეს ციხიდან მეორე თუ მესამე დღეს მე წავედი ეროვნულ ბანკში და თქვენ წარმოიდგინეთ როცა მივედი შესასვლელში საშვიც კი არ მომთხოვეს იმდენად უკვე მცნობდნენ ალბათ უკვე ტელევიზიით უკვე ნაცნობის სახე რაღაც ხო და ვისთან ახარ თუ ერთი მკითხეს და მეუთხარი კიკორიასთან ავარ ზედამხედველობის სამმართველოს უფროსთან ხო და დაურეკეს მურთას და ავედი მე ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ეროვნული ბანკის აი ამ წარმომადგენლებთან და მათ უთხარი ის რაც იყო სათქმელი. პირდაპირ უთხარი რომ თქვენ უნდა იცოდეთ რომ მე რო ციხეში 5 თვე ვიჯექი, აი ზუსტად თავში შემოვიდა ჯანყარაშვილი მეთქი და თქვენი რევიზორები რომელიც ბოლო მომენტში შემოსული პროკურატურის შემოსვლამდე ერთი თვით ადრე იყვნენ, მათზე მთხოვდა მოტანილი ქონდა ჩვენება რომ ხელი დამედო, რომ ჩემმა ქმარმა მათ ქრთამი მისცა და მე ხელი არ მოვაწერე მე უთხარი ამას. მე ის ახალგაზრდები არ გავწირე ციხისთვის მეთქი და თქვენ რა გააკეთეთ ჩემი ოჯახისთვის მეთქი. ჯერ ერთი ეროვნული ბანკის კანონი, კომერციული ბანკების კანონი დაარღვიეთ. მერე დაირღვა უკანონო შემოსავლების კანონი. მერე დაირღვა თვითონ ის კანონი, რომ განსჯადობა დაირღვა 4 ინსტანცია გავიარეთ. ჩვენ გაგიგიათ სათმე 4 ინსტანცია. არა ყველანი თავჩარგმნელები იჯდნენ და სულ ბოდიშებს იხდედნენ რომ ჩვენო მეტი არაფერი არ შეგვეძლო რაც გვიბრძანეს ის გავაკეთეთო ყველას ეშინოდა სხვათა შორის ეშინოდა სამართლიანად მე ვიტყვი რომ ყველა მათგანის წინააღმდეგ გაგრძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ეროვნული ბანკის თანამშრომლების წინააღმდეგ სულ ყველა და საპროცესო გარეგებებთ არიან განთავისუფლებულები ეს ოფიციალურად იწტრომასია ნამდვილად დადასტურებულა ნამდვილად ვიცი რომ ესეა. იმიტომ რომ მეუბნებოდა ისა ჯანყარაშვილი შენ არ იტყვი ამას და სხვა იტყვისო შენ გიშვებო გარეთო და რასულელი კალი ხარო მეუბნებოდა გადიო და ხელი მოაწერს არაფრით არ მოვაწერე ხელი. მიუხედავად მძიმე იყო ეს ჩემთვის ძალიან ეს ცდუნება და ნებისმიერი ადამიანისთვის კაცები ვერ უძლებენ ამ ცდუნებას. მე კი არა ორთაჭალის ციხეში მეუბნება ვიღაცა გაგიშვებ და შენ ზიხარ და არ ასმენ არავის თქვა არა ერთი ის იყო რომ მე არ ვიცოდი მე გავიაზრე კიდევ ის რომ ამირანისთვის ვერაფერი მტკიცებულება ვერ მოძებნეს ვერცეთი მუხლი და აი რომ თქვა მე სიცულელე გამომეჩინა და მე თქვა რომ კი ოღონდ გავიდე და მიუცია მას ქრთამი თქვა ეროვნული ბანკის ჯერიმაცაც დაიჭერდა და მე მეუღლეს კიდე ახალ მუხლს თქვენ კონკრეტულად ვინმეზე გთხოვდნენ დაასმინა ვიზა კონკრეტულად იმ 4 ეროვნული ბანკის რევიზორები რომელიც პროკურატურის შემოსვლიდან თვენახევით ადრე რევიზია ჩაატარა და რომლებმაც გადასცეს მონიტორინგის სამსახურს რომლებმაც დავალება შეასრულეს რა თქმა უნდა და რატომ დაასმინა აი მე მაინც არ მოვაწერე ხელი ამას და 5 თვე ვიჯექი მე იმ ციხეში გასაგებია ბატონო ალოდა თქვენ ამოწურეთ ბატონი სოზარი და უნდა დავხუროთ ხდომა. ბატონო, თქვენ ანუ პროკურორი ჯანყარაშვილი იბარებდა და ემუქრებოდა მოსამართლე ნოზაძეს, ხო? სწორად გავიგე. უბრალოდ თქვენ განცხადეთ უკაცრავად ბატონო სოზა, მე განცხადებას თან დავურთე ბატონი ნოზაძის ჩვენება, სხვათა შორის არის თქვენთან იქ. კი, ნამდვილად. მადლობა. კასეტა რომელიც ამბობს რომ ძალათი მიაცემინეს ჩემზე ჩვენება და ესე დამიჭირეს. დემოკრატიის ოაზისი და დემოკრატიის შუქურა. ჩვენთან იმდენი მე ერთი წუთი ხალბატონო საღამომდე რო ვიჯდე. ხალბატონო თია საღამომდე მოგიყვებით ასეთ საშინელებებს. უბრალოდ მე რა მინდოდა ხა როგორი ოაზისი შექმნეს და როგორი შუქურა იყო დემოკრატიის პატარა ამონარიდი უნდა წავიკითხო ჩემი 2006 წლის მოხსენებიდან. მაშინ მოკლედ 2006 წლის რომელი 28 აპრილს მიიღეს ახალი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ეს იყო მუხლი 336 უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე და ნუ კიდე რაღაცა დამამძიმებელ შემთხვევაში 5-დან 9 წლამდე პრაქტიკულად ეს პროკურატურას აძლევდა სასამართლოზე ზედამხედველობის უფლებას მეოთხე ინსტანცია გაყადეს სასამართლო ასეთი უფლებები არ ქონდა პროკურატურას ისა გაყადეს სასამართლო კი არა მეოთხე ინსტანცია გაყადეს პროკურატურა პრაქტიკულად
გადაწყვეტილებას აფასებდა. ანუ ზემდგომი სასამართლო კი არა, პროკურორი აფასებდა სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილება, ასეთი უფლებები არ ქონია პროკურატურას საბჭოთა პერიოდში, როცა ის იყო ზოგადი ზედამხედველობის უფლება და ვერც ერთი პროკურორი საბჭოთა პერიოდში ვერ გაბედავდა იმის მეათედსაც კი ნებისმიერ უბრალოდ რაიონულ მოსამართლესაც, რასაც ისინი ბედავდნენ და რასაც ისინი ადეიშვილი და მისი პროკურორები უშვებოდნენ სასამართლოს. და სხვათა შორის მაშინ სწორედ ამის შეფასება რაც გავაკეთე ჩემს მოხსენებაში 2006 წლის მოხსენებაში იყო რომ ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი და იძულებული გახდა მაშინ მაშინდელი ხელისუფლება რომ 2007 წლის 4 ივლისს უკვე გააუქმეს ეს მუხლი, მაგრამ აი თვითონ რომ წარმოვიდგინოთ რა ტიპის სახელმწიფოსთან გქონდა საქმე. ხო, გაიდლაინებზე ალბათ მაგასაც ცალკე ვილაპარაკებ. ეგ მუხლი გააუქმეს და გაიდლაინი ქონდა რომ ერთი და ეგ ნიშნავდა დაახლოებით რომ შაბლონი რომ ერთი და იგივე კატეგორიის ერთგვაროვანი საქმეებზე უნდა ყოფილიყო ერთნაირი გადაწყვეტილება. იმდენად რომ გავაგრძელებ ბატონო ალდა თქვენ აზრს რომ ამ შაბლონებში ხანდახან კი არა და ხშირად მე გვარების შეცვლაც ავიწყდებოდათ და მე რამდენჯერ მიმიღია სტრასბურგის სასამართლოში სხვადასხვა საქმე სხვადასხვა შესაბამისად ინდივიდებთან დაკავშირებული და შაბლონი ერთი და იგივე და გვარი სხვისი. იმიტომ რომ ეშლებოდათ მოსამართლეს უკვე мотиваციაც აღარ ქონდა რომ გვარი შეემოწმებინა და ეს იყო პრობლემა. რეალურად მოსამართლე მართლმსაჯულებას აღარ ახორციელებდა. ეს დანაშაულია. ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ ბრძანეთ ასეთი ოქროს სიტყვები, რომ კაცები ვერ უძლებდნენო იმენ რამეს გაუძელიო. ისტორიულადაც ბევრჯერ ყოფილა რომ ქართველ ქალს გაუძლია ბევრი რამისთვის ქართველ კაცთან ერთად და მათ მოიტანეს ასეთმა ქართველმა კაცებმა და ქალებმა ჩვენი სამშობლო. დღემდე მადლობა თქვენ იმისთვის რაც იბრძოლეთ თქვენი მეუღლის ღირსეული მეუღლეობისთვის ამ საშინელი რეჟიმის გასტუმრებაში მონაწილეობისთვის ამა თუ იმ ფორმით, იმიტომ რომ თქვენ ვებრძანეთ, რომ სხვადასხვა ფორმით გიწევდათ თქვენ ზოგჯერ საპატიმროდან, ზოგჯერ თავისუფლებაზე ყოფნისას ბრძოლა. ამ ბრძოლას შეეწირა თქვენი 22 წლის ვაჟი, რომელიც დაავადდა ჰეპატიტით სააკაშვილის ციხეში და გარდაიცვალა მკურნალობის არარსებობის გამო და ამის შედეგად უკვე თავისუფლებაზე. თქვენი მეუღლე უკვე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლდა და მან მრავალი წელი უკანონოდ გაატარა ციხეში და შემდეგ სწორედ ამ უკანონობების შედეგად და უბედურებების შედეგად გარდაიცვალა და რეალურად თქვენ დღესაც აგრძელებთ თქვენი აქ მობრძანება ამის დასტურია ბრძოლას იმისთვის რომ ეს საშინელი ხალხი და მართლაც რომ საქართველოს მტრები ჩვენი მომავლის მტრები აღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. აი ამ ბრძოლისთვის მადლობა და გისურვებთ რომ ის 160 ტომი და მეტი რომელიც დგება პროკურატურაში მალე დასრულებული იყოს და თქვენს სასარგებლოდ დასრულებული იყოს ეს ყველაფერი. ერთი თხოვნა მაქვს ისა ბანკის დირექტორი იყო ქალბატონი რომელიც ძალიან ძიმედ დაავადდა. და ეს პროკურატურა შემოვიდა ისიც დაჭერილი იყო მაშინ და მე სასამართლო და მისი ხსოვნას მინდა დიდი პატივი ვწერო, იმიტომ რომ თუ რაიმე მტკიცებულებებს მე ვახერხებდი რომ შემეგროვებინა მისი დახმარებით ბანკიდან გამოქონდა ნენელა და მაძლევდა. ესე ჩუმად ერთ ვინ იყო ეს ქალბატონი ვთქვათ მაშინ? იამზე კორსანტია და აი კორსანტია რომელიც შეეწირა სიცოცხლით ამ საქმეს. აი რატო შეეწირა? ეხლა მე ერთ პატარა ციტატას მოგიყვან. ანუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს ეს ეს მწოდნე ბანკირი და მამამისიც ბანკირი იყო ეროვნულ ბანკში მუშაობდა ბანკირები იყო ოჯახი და ძალიან ჭკვიანი ქალბატონი იყო. ესე იგი ბატონი დავით ნოზაძე ეკითხება რომ რატომ აღიარეთ დანაშაული
ხოლო შემდეგ სხვა პირველი ინსტანციის მოსამართლის დროს მან ეს იგივე შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ მე ფული არ გამითეთრებია, მე მივიღე მონაწილეობა სესხების გაცემაში. არ მქონდა გაცნობიერებული თუ ფულის გათეთრებაში ვიღებდი მონაწილეობას. მე ფულის გათეთრებაში მივიღე მონაწილეობა, როგორც გამოძიებამ დაადგინა. არ ვიცი ვისი ფული გავათეთრე, მე ყოველთვის მზად ვარ ვაღიარო დანაშაული. ესე იგი, იმ ზომამდე მიიყვანეს ეს ბატონი, რომ ასეთ რამეს რო ამბობს ადამიანი, ჩემი მეუღლეს რო ვიჯექით იქ სასამართლო პროცესზე, თავი ჩალღურე ცრემლები მომდიოდა, ვერ ვიკავებდი ცრემლებს და ფიქრობდი ღმერთო როგორ მიიყვანეთ ეს ქალბატონი ამ მდგომარეობაში, რომ ასეთ რაღაცას ლაპარაკობს ქალმა, რომელმაც იცოდა, რომ აბსოლუტურად მართალი იყო და მე მამარაგებდა ყოველგვარი მტკიცებულებებით, მანაღან არ იცოდა, რომ თვითონ არ იყო დამნაშავე, მაგრამ აი ასეთი რამე ათქმევი 4 წინადადებაში 4 სხვადასხვა საპირისპირო აზრს იძახის. ეს საპირისპიროს რო ამბობს ერთი, მეო პროკურატურამ დაადგინაო და ამიტომ ვიცი რომ ფული გავათეთრეო და მე მზად ვარ ყოველთვის დანაშაული ვაღიარო. მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო ვარო. აბსოლუტურად. გასაგებია. ქალბატონო ნანა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჩვენ სხდომა უნდა დავხუროთ, წარმატებებს გისურვებთ და მადლიერებით გემშვიდობებით. ხოთ გამორთოთ ღია ეთერი. ყველაფერი ისე გამოვიდეს, როგორც თქვენს და ჩვენ გვინდა და მადლობა დაიმსახურონ იმ ადამიანებმა, რომელმაც ქართველი ხალხს უღალატეს, როგორც მოღალატებმა, როგორც ქართველი ხალხის მკვლელებმა. თორე ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების დაღუპვა რა იყო გარდა იმისა, რომ აწამეს ჩვენი შვილები და იმის მაგივრად რომ მშვიდობიანად ეცხოვრა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე ეკეთებინათ, ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან. დიდი მადლობა მეც. მადლობა. სხდომას დახურულად ვაცხადებთ. მადლობა.